დამაჯერებლობაში მოიკოჭლებდა. ამიტომ დროდადრო ისევ უჩიჩინებდი ხოლმე. ბოლოს ის ხარვეზი თითქოს ვიპოვნე კიდეც. შევავსე და ეხლა ისევ ამომვარდა მეხსიერებიდან. როგორც არის. კარი მესამე. გორას 57 პარალელისა და მე-80 მერიდიანის გადაკვეთაზე, ანუ მდინარე პურზე, თევზაობა მოუხდა. საკვები არაფერი იყო. წინ სწორი ხაზით კიდევ 1000-მდე კილომეტრის სიარული ელოდა. სამხრეთ ნაპირზე გადავიდა, კარავი გამართა, გვერდები თოვლით დაუთბუნა. მერე ყინული ჩასჭრა და თევზაობას მიიღო ხელი. ცოტა ხნის შემდეგ მაღალი სიცხე იგრძნო, მაგრამ არ შეეპუა. დაღამებამდე ითევზავა, დიდი ზუთხი მოინადირა, ცეცხლი დაანთო, ზუთხის ნაჭრები გამოსაშრობად ჩამოჰკიდა. არა, ეს პურია თუ ყველი მაინც რანაირი მდინარე ყოფილა, ამხელა ზუთხი. დაბმული იყო, უგონოდ მთვრალი თუ როგორა. მდინარეს ამბობ, თორემ ამ ადგილას ღელვა და ეგ არის. შიგ ვეშაპები და კაშალოტები მეგულისხმა. მაინც სიფრთხილე იყო საჭირო. თავიდანვე ყველაზე დიდი ანკესი უნდა ჩამეშვა. ეჭიდავა, მაგრამ ეს სქელი კაპრონი ვეღარ გადაკვნიდა. წვრილი ყველა გასჭრა და წაიღო. უყურე მაგ მამაძალს. ბოლო ანკესი იყო. ესეც რომ გადაეკვნიდა, ფუი ეშმაკს. ამას იქით დიდი ანკესით უნდა დავიწყოთ ხოლმე. ბოლო ანკესი იმ ვარაუდით გადაუშვი, იქნება სხვა ნაკლები ჯანის პატრონი თევზი წამოეგოს მეთქი. 3 ანკესი ჰქონდა მირთმეული. გამოშვეს 5-6 კილოგრამს დაიკლებს. ზედმეტი 5 კილოგრამი როგორი სათარებელია. კოლასთვის თორემ ჩვენ რა. არა, ვინ დამიჯერებს რომ ამხელა დავიჭირე. გასლოდა აქაურობას, ეგ არის, წერას იყო ატანილი. დიდი ღორმუცელა ყოფილა. მეოთხე ჩაყლაპა, კაცო, მეოთხე. როდესმე მოთევზავეებში უნდა ვიკითხო. ასეთი შემთხვევები არის ხოლმე. მოვიდა და მომიტანა ჩემი ანკესები. შუა ზამთარში, ზულს აქ რა უნდოდა. ალბათ ჯოგს ჩამორჩა. რაღაცა მემართება, კაცო. თვალები მებინდება, უპეები მტკივა. ქოშინი თუ ფილტვის ანთებაა, შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა ჩვენი ოდისეა. ბებერი ვარ, ორგანიზმი წამლებს ახალგაზრდულად ვეღარ შეეშველება. ნუ გააზვიადებ, გაიხსენე, მაიკუდუ კიდა რომ წავედით. კი, იქაც ასე იყო, მართალი ხარ. ლიანდაგით გავრბოდი. როგორი საქმეა. უკრიდან ძაღლების ხეფა, ზურგზე 20 კილოგრამიანი ჩანთა. თვალებში ბინდი, მაღალი სიცხე, კვალში ბანაკის ბადრაგი, რომელიც ჯერ კონდახებით ამოხდის სულს და მერე ბანაკის ალაყაფთან დაგხვრეთს. უფრო ზუსტი დაცხილვა იქნება. ამაზე შევთანხმდეთ არა? ეგრე იყოს. ერთი სიტყვით ვიცოდი, ჩავარდნა არ შეიძლებოდა. ჩავცუცქდი, თვალებზე მუშტები მივიბჯინე და სამჯერ ხმითა ვთქვი. ნельзя болеть. ქართულ სამყაროს დიდი ხნის ჩამოცილებული ვიყავი. უმთავრესად რუსულად ვაზროვნებდი. საოცარი რამ მოხდა, ზეზე ავდექი. აღარაფერი მიჭირდა, ლიანდაგიდან გადავედი. ნაპირებ გაყინული ღელე იყო, წყალ ვიარე. როგორც არის, მოდი გავიმეოროთ. მაშინმა გილეთმა იმიტომ გასჭრა, რომ ნაღდის სიკვდილი გელოდა. ორგანიზმს შიში წაეშველა. წინააღმდეგობის უნარი გაუმახვილა. ეხლა აღარავინ მოგდევს. კმარამ ბორგალო. გორამ თოქს მოზიდა. კოლა მოიყვანა. კარავში შეაგდო, ჩაჯდა. თათმანები გაიძო, მუშტები თვალებზე მიიბჯინა. გუგებში 1000 ფერის წერტილი აბორიალდა. მერე წყუდიადმა მოიცვა ქვეყანა. ზეცა აგუგუნდა. შავი კაბადონი ელვებმა დასერეს. მარგალიტებით მოვაჭრე ჩინელი ჩანძოლინი მობძანდა. რაღაც თქვა და გაუჩინარდა. ეს რაღა იყო, რისი ნიშანია, არა, სახელდობ რა ხდება, რას თქვა. გონია ის ჩინური ანდაზა დაიღრიალა, თუ გინდა იდგე, სულ უნდა ირბინო. სირბილის არა მოგახსენო და სიარული შეგვიძლია ნაღდია. გვეყოფამ, მაგაებზე ფიქრი, სხვა რამეებზე ვიფიქროთ. და რაზე? ის ჩვენი საფიქრალი განვაგრძოთ, კარგა ხანია ამ საქმეს აღარ მივდგომი ვართ. სად გავჩერდით? პაპებისა ვილაპარაკეთ, რაც მოგვაგონდა, კმარა. ეხლა უახლოესი წინაპრებისა ვთქვათ. პაპა მიხეელი უმცროსი ბრძანდებოდა. პაპა გორას ფათერაკებით დავიწყოთ.
სახელდობ რომლითა და დაუმარხავი მკვდრებით. კარგი რამ არის. ოი, რუსეთ-თურქეთის გასული საუკუნის 70-იანი წლების ომის ამბავია. ყაზთან თურქები ერთ სომხურ სოფელში ყოფილან გამაგრებული. აქედან რუსი ჯარი უტევდა. მთიანი კლდიანი ადგილები იყო, თურქები თავს მარჯვედ იცავდნენ, სოფლის აღება ვერაფრით მოხერხდა. ეს პირისპირობა კარგახანს გაგრძელდა. ორთავე მხრიდან ბევრი დაიჭრა და დაიხოცა. მერე ბრძოლების სიმძიმემ ფრონტის სხვა უბნებზე გადაინაცვლა. მხარეებმა ცოცხალი ძალის დიდი ნაწილი იქით გადაისროლეს. სომხურ სოფელში 20 ასკერი დარჩა. მის ადგომებზე რუსებიც ამდენი. თურქებს თავზე ჭერი ჰქონდათ და მაგიდაზე საჭმელი. რუსებს იმ კლდეებში რამდენიმე რიგიანის სანგრების გათხრის შესაძლებლობაც კი არ გააჩნდათ და სანახევროდ მშივრები იყვნენ. ის 20 კაცი პაპაჩემი იაგორ კარგარეთელს ებარა. ზამთარი იყო. ყინვა ქვებს ახეთქავდა. ერთი სალდათი ყოფილა, გვარან პავლოვიჩი. სახელად ეროფეი. შორეულ აღმოსავლეთში რომ ქალაქია, იმის მიხედვით ეროფეი პავლოვიჩობით თუხმობდნენ. თორემ არც მამით პავლე იყო და არც წლოვანებითა და ჭარმაგობით იმსახურებდა მამის სახელით ხმობას. სროლა კი მართლაც საუცხოო სცოდნია. პაპა გორა იტყოდა ხოლმე, ის ეროფეი პავლოვიჩი და ერთი წითლიძე მყავდა, თოფი ჩემზე უკეთ ემარჯვებოდათო. თოფიო ხაზგასმით ამბობდა, ამით დამბაჩა რევოლვერში უპირატესობას თავისთვის იტოვებდა, მაგრამ სხვადროინდელი ასეთი შემთხვევა თავად აღუნიშნავს. ქვიშხეთში, ყიფიანების სახლის აივანზე ახალგაზრდობა მჯდარა. იაგორ კარგარეთელს ჩუბინი მსროლელი სახელი ჰქონდა და ვარდნილი და ქალები ახირებიან გორავ, აგერა კოშკზე ყვავიზის ჩამოაგდეო. პაპას გულმა უგზნო, თუ როგორ იყო, რამოდენიმეჯერ უარი უთქვამს. ბოლოს მაინც დაუყოლიებიათ. კოშკამდე აივნიდან სულ 100 მეტრია. პაპა გორას 3 ტყვია უსროლია, 3-ვე აუცდენია. სათქმას დაუბრუნდეთ. ეროფეი პავლოვიჩს ერთხელ უთქვამს. ქრისტიანები არიან და აგრე დაუმარხავი ყავდესო? იმ ვაკი ადგილზე მიყრილ-მოყრილ დახუცილებს გულისხმობდა. სალდათებს დაუდასტურებიათ, უნდა დავმარხოთო. წესია და მაშინ თურქებიც უნდა დავმარხოთო, გორა პაპას უთქვამს. ამაზეც დათანხმებულან, მოხალისეები აღმოჩნდნენ. ბარწერაქვი და თეთრი ბაირაღი წაიღეს. ჩავიდნენ, 2 საძმო საფლავი ჰქონდათ ამოსათხრელი. ქრისტიანებისა და თურქებისა. ადგილი მეტად მცირე იყო. ცხედრები განზე უნდა გაეტანათ, რომ თხრა დაეწყოთ. ყინვებისგან გვამები გაფშიკილები იყვნენ. გაიტანეს ადგილის დაზოგვის მიზნის მეშვეობით, თაგარებად დაალაგეს. ცალ-ცალკე სარწმუნოების მიხედვით. წელში ნამგალივით მოხრილი სომეხი მათუსალა თავის ჯორკოზე იჯდა. იმ ამბავს გადმოჰყურებდა. ასკერებმა ჩოჩკოლი და გაქცევ გამოქცევა შექმნეს. რუსებს თეთრი ბაირაღი მიწაში ერჭოთ. სამარეებს თხრიდნენ. თურქმა ოფიცერმა თავის სათვალთვალო პუნქტზე მიირბინა. ვაკი ადგილი მოათვალიერა და რატომღაც ცეცხლი ბრძანა. 3 ჯარისკაცი იქვე მოკლეს. მეოთხე მძიმედ დაიჭრა. მეორე დღეს მიიცვალა. ეროფეი პავლოვიჩმა და წითლიძემ მოხერხებული საფრები მოიწვეს. ერთ კვირაში 11 ასკერი გამოასალმეს წუთის სოფელს. მათუსალა თავის ჯორკოზე იჯდა და ალბათ მკვდრებს ითვლიდა. თურქებმა ღამით ქვემეხი ვიღაცის გომოში შეაგორეს. შენ იღბეს. რუსების საველე სამზარეულო მიზანში საგულდაგულოდ ამოიღეს და სალდათების საჭმელად რომ მოგროვდნენ, ქვემეხისა და ტყვის ცეცხლი ერთდროულად გაუხსნეს. კარგა ბლომად ხალხი დაიხოცა და ბევრიც დაიჭრა. ერთმანეთზე ნადირობა თვეზე მეტხანს გაგრძელდა. მათუსალა ბანზე მსაჯივით იჯდა. თავს აქეთ-იქით დაატარებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მოწინააღმდეგეებს 4-5 მებრძოლიღა შემორჩათ. იაგორ კარგარეთელმა არაერთხელ აფრინა შიკრიკი შტაბში და დახმარება ითხოვა. ალბათ თურქი ოფიცერი ასე მოიქცა, მაგრამ არც ერთმა მხარემ მიიღო შევსება და არც მეორემ. სომეხი მათუსალა კი სისხამდილით ეუფლებოდა თავისი მიწურის ბანს. გვიანობამდე იჯდა, ალბათ ადამიანთა მოდგმის უკუღმართობაზე ფიქრობდა. ბოლოს თურქ ოფიცერს 2 ასკერი აღშერჩა. პაპა გორას 1, ცივში დაჭრილი.
სანიტარული ცხენორმის მომლოდინე ეროფეი პავლოვიჩი. სხვა გამოსავალი აღარ იყო. კარგარეთელმა თურქი ოფიცრის საგანგებო თვალთვალს მიიღო ხელი. ერთხელაც ზარულში შესვლა დააცადა. გამოსულს ესროლა და დააწვინა. ასკერებმა საკაცე მოაწყვეს, ზედთავიანთი ოფიცერი დაასვენეს, წაიღეს და წავიდნენ. იაგორ კარგარეთელი სოფელში შევიდა. თურქების წასვლით უზომოდ გახარებულ სომხებს ამცნო, რომ იქაურობა დღეის ამას იქით რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა და აბრეშუმის ნაჭერი და საღებავი მოითხოვა. მოუტანეს, ნაჭერი ზომაზე გამოსჯრა. წიბოების დაგვირისტება უბრძანა, დაუგვირისტეს. ის აბრეშუმის ნაჭერი პირდაპირ იქვე ცის ქვეშ მაგიდაზე გაშალა, რუსეთის სამეფო ბაირაღის ხატვას შეუდგა. მთელი სოფელი იქ იყო, ნეტავი რასაკეთებს. როცა მორჩა, ტარი გაათლევინა. მზა ბაირაღი მათუსალას ერდოზე საკუთარი ხელით დაარჭო. ამის შემდეგ მოსახლეობას მოკლულები დაამარხვინა. ბაირაღის ჩამოღება აუკრძალა. დედა ბუდიანად ამოგჟუჟავთო. მერე ათკაციანი რაზმი შეადგინა, მოხალისეებს იარაღი დაურიგა, სროლა ასწავლა, ფიცი დაადებინა, განკარგულებები დასტოვა, ურემი შეაბმევინა, ზედ ეროფეი პავლოვიჩი დააწვინა და შტაბისკენ გასცია. მათუსალა კი ბანზე იჯდა, ხან ბაირაღს ახურებდა, ხან დაჭრილ სალდათიან ურემს და ალბათ ისევ ადამიანთა უკუღმართობაზე ფიქრობდა. პაპაგორას თვალსაზრისით, ომები იმის შედეგად ხდება, რომ კაცობრიობას ან მის ერთ ნაწილს დროდადრო გადარევა ახასიათებს. გადაერევიან და დაერევიან ერთმანეთს. იგი დარწმუნებული გახდა, სომეხი მათუსალა ასეთივე შეხედულებების აბრძანდებოდა. ბანზე იჯდა, თავისი ასაკის შესაფერი სიბრძნითა და სიმშვიდით ადამიანთა უგუნურებას აკვირდებოდა. როცა ქვეყანა გადარეულია, ჭკვიან კაცს შესაძლებლობა ეძლევა გაერთოს. იაგორ კარგარეთელი სწორედ ამით ხსნიდა რომელიმე ომის დაწყებისთანავე თავის პოლკში დაბრუნებას, დამთავრებისთანავე გადადგომასა და შინ მოსვლას. იგი დაუმარხავი მკვდრების ამბავს ასე ამთავრებდა. ჩემი დახატული რუსული ბაირაღი მათუსალას გვერდით რომ დავარჭე, ნიავი იყო. აბრეშუმი აფრიალდა. მოხუცმა ზევით აიხედა, უყურა და ისტერიული სიცილი აუტყდა. იმდენი ცინა გული წაუვიდა, ძლივს მოაბრუნეს. ალბათ პაპაგორას სამხედრო სამსახურთან თავისებური დამოკიდებულების ბრალია, რომ ღმერთმა იცის, ჩემი წინაპრების რამდენმა თაობამ აირჩია ცხოვრების ასპარეზად მხედრობა და მე კი ამ საქმეს ყოველთვის მხოლოდღა მოქალაქეობრივ ვალდებულებად ვთვლიდი. გორა მისი ავად იგრძნო თავი, რომ ეს მოგონება ბოლომდე ძლივს მიიყვანა. წამლები მიიღო, საწოლი გაიწყო, გოლას ჩაეხუტა და დაიძინა. ავადმყოფობამ რამდენიმე დღეს გასტანა. როცა მომაგრდა, ისევ თევზის გამოშრობას მიიღო ხელი. დამშეული კოლა საკვებს ეძგერა, ჩლიქები თოლს ასთხრიდა, რაღაც ბალახ-ბულახსა თუ ხავს მადიანად ხარბად შეექცეოდა. 48 დღეა გორავ, ვიაროთ. სუსტად ვარ, მიჭირშე კაიკაცო. ამ პირობებში ამდენი ასეული კილომეტრი გამოიარე, იავადმყოფე და სუსტად ვარო. კარგი, როგორც არის. ეს ჩანძოლინი რაღა მომაჩვენა. რას უნდა ნიშნავდეს ნეტა? განვაგრძოთ ფიქრი და მოგონებები. რა სიტყვი? სხვა რა საქმე გვაქვს? ეხლა უმცროსი პაპის ნაამბობი ვთქვათ. ბათუმში ნიკო ნაკაშიძე ყოფილა. საკმაოდ დიდი მამულების პატრონი. ქეიფებს ბანკოს თამაშს, ნადირობას, დუელებსა და ქალებს გადაყოლილი. ნაღდი მე-19 საუკუნის თავადი, ღვინო, დუდუკი, ქალები. მისი მეუღლე სამეგრელოს და აფხაზეთის ბოლო მთავართა შვილიშვილი გახდათ. უამრავი შვილის პატრონი იყვნენ. უმეტესად გოგოებისა, მაგრამ ბატონ ნიკოს დარდი არაფრისა ჰქონდა. იმდენად არაფრისა, რომ თავშეკავებისა არა იცოდა რა. ასე იცხოვრა 40 წლის ასაკამდე. მერე რა დაემართა, ამისა ვერავინ ვერაფერი გაიგო. ჯერ ვეგეტარიანობას მიჰყვა და მერე ტოლსტოის მოძღვრებასაც ეზიარა. პაპაჩემს, მიხეილის სიტყვით, სიკვდილამდე ბოსტნეულისა და მაწმის მეტი აღარაფერი უჭამია. ბატონი ნიკო ნეგოციანტობას შეუდგა. ამით მამა პაპის დატოვებული ქონება, რომელიც მან თავისი უკუღმართობით გაფლანგა, მოკლე ხანში აღადგინა. ქართველთა შორის ერთ-ერთი დიდი მრეწველი, ბითუმად მოვაჭრე და პირველი გილდიის სოვდაგარი გახდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ მისმა გამდიდრებამ არალეგალურ პოლიტიკურ პარტიებს საგრძნობი შვება მისცა. თავადი ფულად დახმარებას უწევდა ყველას, ვისი პროგრამაც თვითმპყრობელობის დამხობას შეიცავდა და მისი ასეთი მიდრეკილება საიდუმლო პოლიციასაც კარგად მოეხსენებოდა. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ უკვე 50 წლისას ასეთი რამ შეემთხვა. მის ოჯახში ერთ-ერთ ხშირად სტუმრობდა ბათუმის გიმნაზიის ინსპექტორი, ვინმე სტარჩინსკი თუ ველჩინსკი. იმამა ძაღლისა კი არა. ამ ქრისტეს სტილში ლამის საკუთარი გვარი დამავიწყდეს. დიახ, ის სტარჩინსკი თუ ველჩინსკი. რა გვარისა იყო კაცო? დასრულოს ღმერთმა. ინსპექტორი თქვიდა ეგ არის. ხო, აი ის ინსპექტორი. თურმე ნუ იტყვი პოლიციასთან ახლო დამოკიდებულებაში ბრძანებულა და შენიშნა, რომ ნაკაშიძეებს შინ ვიღაც ისეთი კაცი ყავთ, რომელსაც სხვა მიმსვლელ-მომსვლელი რასათქმელია, გაშინაურებულ სტუმარსაც კი უმალავენ. ერთხელ როგორღაც მოხდა ველჩინსკიმ იმ უცხო კაცს თვალი მოჰკრა. სახით დაიხსომა და პოლიციაში ძებნელთა სურათების დათვალიერების შედეგად დარწმუნდა, რომ ნაკაშიძეების სახლს ცნობილი რევოლუციონერი აპარებდა თავს. პოლიციამ ნაკაშიძის სახლს ჩხრეკა ვერ აკადრა. თვალთვალი დაუნიშნა, მაგრამ ამან სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. მაშინ ინსპექტორმა დავალება მიიღო. იმ ოჯახში უფრო ხშირად ევლო და თვალყური მეტი რუდუნებით განეგრძო. ლაქიებმა ველჩინსკის ცნობის მოყვარეობა შენიშნეს, ქალბატონს აცნობეს. ასეა და ასეო. ოჯახმა ეჭვი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან ისე ჩანდა, რომ ინსპექტორის მოხშირებული სტუმრობა ნაკაშიძეთა ერთ-ერთი ქალიშვილის მიმართ საგანგებო ინტერესით იყო გამოწვეული. სიძეობას მოწყურებული კაცი, ცოლად განზრახული ქალიშვილის ოჯახს ხიფათში ჩააგდებდა. ესაც ნუ იქნება ინსპექტორი, როგორც თითქმის ყველა იმდროინდელი ინტელიგენტი, თვითმპყრობელობის წინააღმდეგ განწყობილ ადამიანად იყო მიჩნეული და არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ კაცს როგორ დააფესხებდა. ერთი სიტყვით ნდობამ ინსპექტორს დროთა განმავლობაში შესაძლებლობა მისცა ნაკაშიძეების სახლში ადრე შენიშნულის გარდა სხვა დევნილის ყოფნაც დაეფიქსირებინა. ყოველივე ამის შედეგად თავადი ნიკო ნაკაშიძე საიდუმლო პოლიციაში მიიწვიეს. ბრალდება წარუდგინეს და რაღა თქმა უნდა ყველაფერზე ცივი უვარი მიიღეს. პოლიცია თავისაზე დადგა. არც თავადი ნიკო იყო ის ჩიტი, რაიმე დაეთმო. საქმე ჩიხში მოექცა. ნაკაშიძემ დაპირისპირება მოითხოვა. პოლიცია მოტყუდა. დაჰყვა და აკი ბატონი ინსპექტორი გამოუყვანეს და პირზეც დაადგა. თქვენთან ესა და ეს კაცები მყავს ნანახი, იმპერატორის მტრები არიან და თქვენც მისი მტერი ხართო. ნაკაშიძემ მშვიდად მიუგო. პროვოკატორის უხამსი-პირით მისი უდიდებულესობის ხსენებას ჩემს პირად შეურაცხყოფად ვთვლიო. ხანჯალი დააძრო და ინსპექტორს მუცელში ატაკა. თავადმა ნიკომ ციხეში რომ კაი ხანს იყურყუდა, ეს ვიცი. თავი როგორ დააღწია აღარ მახსოვს. ეს შემთხვევა ტრივიალურია, მაგრამ საყურადღებო ის არის, რომ ნაკაშიძე ტოლსტოის მოძღვრების მიმდევარი იყო. რაიც მისგან ბოროტების მიმართ მიმტევებლობას თუ არა, წინ დაუდგომლობას მაინც მოითხოვდა. ეს კაცი წერს არ დაადგამდა ფეხს, ინსპექტორს კი ხანჯალი გაუყარა. ტოლსტოის მოძღვრების თავისებური გაგება მან სხვა მაგალითებიდანაც მრავალგზის დაადასტურა. საქართველოს ანექსიის შემდეგ 20-იანი წლების მიწურულს ნიკო ნაკაშიძე ბათუმის გპუს უფროსმა დაიბარა. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, მათ შორის მისი ერთადერთი ძე, მეშვიდე შვილი, ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ინგლისში უმაღლესი განათლების მისაღებად წავიდა. ამასობაში გასაბჭოება მოხდა. ვაჟი აღარ დაბრუნდა. დედმამასა და ვაჟს მიწერ-მოწერა ჰქონდათ. ალბათ ამის გარშემო საუბარი თუ ენება თავარი პოლიტიკური სამართველოს ბათუმელ უფროსს. ისიც შესაძლებელია, რომ მას საბჭოთა ხელისუფლებაზე ნიკო ნაკაშიძის აზრი და შეხედულებები აინტერესებდა. ეს ის დრო იყო, როცა ამიერკავკასიის ფედერაციის ნომერ პირველმა ბოლშევიკმა ტრიბუნიდან დაიტრაბახა. ქართველების 12% თავად აზნაურობისა და სამღვდელოების ნაშიერები იყვნენ და ჩვენ მათი რიცხვი 7%-მდე დავიყვანეთო. მერე ნომერ მეორე ბოლშევიკმა მოწოდებისა და ლოზუნგის სახით დახვირა. 0-მდე უნდა დავიყვანოთო.
აუდიტორია მოვაციებით გააყრუა იქაურობა. ერთი-ორი ფანჯლის მინაც კი გაიბზარა. ამ მოვლენას ბაბუაჩემმა მიხეილმა კომენტარი გაუკეთა. ცუდია შვილო, წინ დაუხედაობაო. ჭეშმარიტად. მომდევნო 10 წლის მანძილზე იმ დარბაზის ორატორთა 3-4-დმა საიქიოს თითო ტყვია გაიყოლა. ნულამდე დაყვანის ვითარებაში აჭარის ნომერ პირველ ჩეკისტს შესაძლოა დასახვრეთი კაცი შემოაკლდა და ბატონ ნიკო ნაკაშიძეს ამისთვის უხმო. ისიც დასაშვებია, რომ მას ნაკაშიძესა და ჯოჯუებს შორის დავააღიზიანებდა. ძმები ჯოჯუები მეჯოგეები იყვნენ. ზამთარში ლანჩხუთის ჭალებში და ზაფხულში ბახმაროს მთებში თავიანთ ჯოგთან ერთად ნიკო ნაკაშიძის 20 ძროხასაც აძოვებდნენ. ძროხები და საკუთარი სახლი თავად ნაკაშიძეს ბათუმის რევკომმა შეუნარჩუნა. რევოლუციის წინაშე დამსახურებისათვის. საქმე ის არის, რომ თავადს საქონლის სიყვარული ჰქონდა. ჯოჯუებს წყემსობა ძოვებაში ფულსაც კი უხდიდა და თავისი 20 სულის სულგუნსა და ნამაცსაც მათ უტოვებდა. ავიდოდა ზაფხულობით ნაკაშიძე ბახმაროს მთაში, რამდენიმე დღეს ჯოჯუების კარავში დაყოფდა. თავის ძროხებს მოესიყვარულებოდა და წამოვიდოდა. ეს იყო მისი მეპატრონეობა, სხვა არაფერი. მაინც უყელეს. ჯოჯუები შეუგულიანეს. ნაკაშიძეების დრომ ჭირი მოგჭამათ. ეგ ძროხები თქვენია, სხვა არავისიო. აქეთ თავადი ძროხების მოვლა პატრონობაში ფულს რომ იხდიდა. დაქირავებულ შრომად ჩაუთვალეს და მისი საქონელი ექსპლუატირებულებს მიაკუთვნეს. მართალია სულ რამოდენიმე წლის შემდეგ ჯოჯუები როგორც შეძრებული გლეხები გააკულაკეს და ციმბირში უკრეს თავი, მაგრამ ეს ცალკე თემაა. ასე იყო თუ ისე ნაკაშიძემ სასამართლოს მიმართა. კანონი და რევკომის დეკრეტი მის მხარეზე იყო. საქმე გაჭიანურდა. შესაძლოა ბათუმისა და სრულიად აჭარის ნომერი პირველი ჩეკისტი ნაკაშიძის პრინციპულობამ გააღიზიანა. შესაძლოა. მივიდა ბერიკაცი, ჯერ მისაღებში ბარე 2 საათი აყურყუდეს, მერე როგორც იქნა კაბინეტში შეუშვეს, ზღურბთანვე დადგა. მეტყვიან და დავჯდებიო. არავინ არაფერი უთხრა. უფროს თავი ჰქონდა ჩაღუნული, რაღაც ქაღალდეებს რუდუნები ჩახკირკიდებდა. ნაკაშიძე თავის მსხვილ ხელჯოხს დანდობილი იდგა და ფიქრობდა. ნეტავი რა უნდა ჩემგან ამ მამაძალსაო და თანდათან ღიზიანდებოდა. რამდენიმეჯერ ჩაახველა კიდეც, კაბინეტის პატრონს წარბი არ შერხევია. ნახევარ საათზე მეტი გავიდა, თავადის აღშფოთებას ჩანს დუღილის წერტილს ასცდა. იგი მაგიდასთან მივიდა. თავარ სამმართველოს უფროს უთხრა. ყაზახო, მოხუცი ადამიანი რომ შემოვა, თევზე უნდა ადგე, მიესალმო და დაჯდომას თხოვო. მაგ ზრდილობით აპირებთ ახალი წყობის აშენებასო. უთხრა და თავისი კორძებიანი ხელჯოხი თავში ჩასხო. ნაკაშიძე უზარმაზარი ტანის ღონიერი კაცი გახდათ. მთელი ძალით ჩასხო. უფროსმა გონება დაჰკარგა. სავარძლიდან გადავარდა. თავადი ნიკო ნაკაშიძე კი სათუსახოში მიაბრძანეს. 7 თუ 8 თვე ნაობაღში ყავდათ. ბოლოს ის რევოლუციონერები გამოესარჩნენ, ვისაც უწინ 1000-ნაირ დახმარებას უწევდა და ახალ დროში დიდი თანამდებობები ეკავათ. გამოუშვეს. სხვათა შორის ბათუმისა და სრულიად აჭარის ნომერი პირველი ჩეკისტი 37-ში სხვებთან ერთად დახვრიტეს. საეჭვა უზრდელობისთვის დაეხვრიტათ. ბერიას აშოღლანები უფრო დამაჯერებელ მიზეზებს მოუნახავდნენ. ის კორძებიანი ხელჯოხი ბათუმში ნაკაშიძეების სახლში თავად მინახავს. მისი ჩამომავლები რელიკვიად ინახავენ. მოიცა, ის თავადი ნიკო მართლა მონსტრი კი არ იყო, როგორ გეკადრება. სწორია, სხვა რამეებიც ვიცი. აი მაგალითად, დისული ყავდა ილარიონ მიქელაძე, ისიც ნეგოციანტი. ილარიონმა თავის ბიძას ხელქვეთი გაუგზავნა, ბარათი გაატანა. ბიძიანიკო სასწრაფო დამჭირდა ფული. თუ შეგიძლია, ამ ბარათის მომრთმევს 50 თუმანი გამოატანე, ხვალვე დაგიბრუნებო. თავადმა ბარათის მომტანს ფული მიართვა. ამან ჯიბეში ჩაიდო და გასწია. ნაკაშიძე მიაძახა დაბრუნდიო, დაბრუნდა. თავადმა მაგიდას დაათითა და უთხრა. დადე მაგ ფული აქ. კაცმა ამოიღო, დადო. წადი და მოახსენე ილარიონს, ისეთი კაცი გამომიგზავნოს, ფულის ყადრი იცოდესო. მიქელაძის ხელქვეითმა ვერაფერი გაიგო. თავადმა განუმარტა. გათვლა უნდა ფულს ბიძია, რომ მაძლევ ან გაძლევენო.
წადი და გადაეცი ჩემი ნათქვამი. ის თავშებული ცხოვრება და ფულების ფანტვა ყაირათიანობად, ვეგეტარიანობა ტოლსტოელობა მაქცია თუ ასაკმა მოიტანა, საინტერესოა ღმერთმანი. ამ მოვლენას როდისმე უნდა მივხედო. თანაც წუნწუბა რასათქმელია, ხელგაშლილი კაცი ყოფილა, რამე საზოგადოებრივი თუ ეროვნული საქმისთვის შესაწირავს, არასოდეს გამოჰკლებია. რუსეთსა და უცხოეთში სტიპენდიანტები ჰყავდა. ბევრჯერ ისეთი საქმისთვის გაუღია სოლიდური თანხა, რომ სხვა კომერსანტებს გაჰკვირვებიათ. ეს რაღა ფანდია ნედავიო. ვაჭარი კაცისთვის ამ უარყოფითსა და ზოგ შემთხვევაში დამღუპელ თვისებას ეტყობა ქართველი კაცი მოდგმით იღებს. გასული საუკუნეებიდან მოდის, ომიანობის დროს მტერი ერთი თავადის სახლს მიუახლოვდა, ოჯახის წევრებმა სამკაულების ძვირფასი ნივთებისა და სხვა სარჩო საბადებლის გარიდება დააპირეს. თავადმა უგზალა ყველაფერი თავთავის ადგილზე დააბრუნებინა. მტერს ნუ ვათქმევინებ საქართველოში საძარცვ საალაფო, თავადის სახლშიც კი ვერაფერი ვნახეთო. პაპაჩემების დროს მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყის გულისხმობ. ქართველ კაცს კიდევ ერთი მახასიათებელი ჰქონდა. სიზარმაცე და უგერგილობა. თავადი ყოფილა ვინმე გიგუცა ერისთავი, ქსნისა. გორში ცხოვრობდა. უშვილო იყო. შემოდგომაზე მოუტანდა მოურავი მიწების იჯარის ფულს, წამოვიდოდა თავად თბილისში, იმავე საღამოს ქართულ კლუბში ერთიანად წააგებდა. გაბრუნდებოდა და მომავალ შემოდგომამდე ცოლქმარი იმ ყოველთვიურ 15 მონეტად ირჩენდნენ თავს, რასაც მისი მეუღლე გადამალავდა ხოლმე. არც თუ მოხუცებული და უმწეო იყო, მაგრამ საითმე თუ გასწევდა, ლამის ჭურჭლები ხურჯინით მიჰქონდა. ერთხელ ნათესავი ეწვია მოსანახულებლად. ახალგაზრდა ადვოკატი. გიგუცა ერისთავმა, აბა შვილო, ეს საბუთები ნახე, ვისი რა არის, გამაგებინეო. საბუთების მიხედვით და როგორც შემდგომში დადასტურდა კიდეც, გიგუცა ქსნის ერისთავი საქართველოს უდიდესი მიწათმფლობელი ყოფილა. იურისტმა ის იმოდენა მივიწყებულ მიტოვებული მამულები მოკლე ხანში დაუბრუნა. თავადი ამით დაკმაყოფილდა, ქონებისთვის არ მიუხედავს. რევოლუცია მიხედა სამაგიეროდ. ასე ცხოვრობდა. უჭირდა და იმდენი ფხა ვერ გამოიჩინა, კუთვნილის მეათედით მაინც ესარგებლა. ეს კიდევ არაფერი, რომელიღაც ციციშვილმა თავად ამილახვის მშვენიერი ასული, ნინო შეირთო, რომელსაც უამრავი ხელნაწერი წიგნი მზითვად მოჰყვა და არც ციციშვილების ოჯახში დაუხდა ნაკლები. განათლებული წიგნიერი ქალი იყო. კარგად დიდი, უმნიშვნელოვანესი ნიმუშების შემცველი ბიბლიოთეკა გამოუვიდა. პაპაჩემებს ის წიგნსაცავი თავად ჰქონდათ ნანახი. 24 წლის ხოცვა-ჟლეტის დროს ქალბატონმა წიგნებით 2 დიდი კიდობანი გაავსო, თავის მაზლს გაატანა, გადამალე სადმეო. მაზლმა წაიღო და გადამალა. ამბობდნენ ყუბანში გადაიტანაო. როცა დაბრუნდა, რაზმელები დაესხნენ. სროლა აუტეხეს, ვერ მოჰკლეს. როგორღაც გაექცათ. გომის სადგურში მივიდა, მატარებლის ლოდინში გული გაუსკდა. მოკვდა საცოდავი. მას მერე იმ 2 კიდობნის ასავალ-დასავალი ვეღარავინ გაიგო. ესაც უდარდელობის უპასუხისმგებლობის შედეგია. ვინ იცის როგორი სიმდიდრე დაკარგა ქართველმა ერმა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალბატონი ნინოს მაზლის მეტმა არავინ იცოდა კიდობნების ადგილსამყოფელი. რა კაი კაცი იქნებოდი, სათქმელიდან ამ სიგზე გადახვევა რომ არ იცოდე. მართალი ხარ, მაგ შენიშვნას ყოველთვის ვიმსახურებდი. ღია ბარათი მივიღე ერთხელ. ამადა ამ დღეს ჩამოვალ. ნატანებში ცხენი დამახვედრეო. დავხვდი, მოვდივარ და მკითხა, მამულში რა ხდებაო? მშვიდობა, ნიკო ბატონო, იმდენი არაფერი. ნიკოლოზა ბაღში გადმოვიდა. ფორთოხალი წაიღო, კაი ნახევარი ფუთი. ივანე ოხერმა სანერგედან 20 ძირი ნარინჯის ნერგი მოიპარა და ისე სხვა არაფერი მომხდარა საყურადღებო მეთქი. ვიარეთ კიდევ და მითხრა ბატონმა ნიკო. უთხარი ნიკოლოზას, კიდევ თუ ჩაიდინა ეგ ბოქაულთან ექნება საქმე. ივანეს ნუ გაუჭარდები, რას უზამს იმ ნერგებს და არ გავს ალბათ და ნარინჯის ბაღი ექნება საკუთარი. ასე გამდიდრდა ნიკო ნაკაშიძე. დაასრულა მოხუცმა. როგორც სიტყვი რთული ხასიათისა ყოფილა ბატონი ნიკო ნაკაშიძე. შევისვენოთ, კარგი ადგილია, მართლაც ლამაზი ადგილია. რაღაცას მაგონებს, წიწამურს აკავს, ილია რომ მოკლეს იმ საღამოს. ის კიკაშვილი გახსოვს? როგორ არა,
საინტერესო პიროვნება იყო, მამაჩემთან დადიოდა მცხეთაში სასამართლოს აღმასრულებლად მსახურობდა. რაღაც სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი განჩინების შედეგებს ფრიად შესაშური დაჟინებით ებრძოდა. 20-იანი წლები იმდენად მდიდარი იყო ამაღელვებელი მოვლენებით, რომ სასაუბროსა და სალაპარაკოს რა გამოლებდა, მაგრამ წარსულში მომხდარი ზოგი მნიშვნელოვანი ამბავიც არავის ავიწყდებოდა და ეს უპირველესად ყოვლისა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თემა გახლდათ. კიკაშვილი მოხუცი კაცი იყო. ახალგაზრდობიდანვე დუშეთსა და მცხეთაში დამსახური. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამო მართალია იმაზე მეტი არაფერი იცოდა, რამდენიც დანარჩენმა ქართველობამ, მაგრამ საიდანღაც და როგორღაც ღრმად იყო ჩახედული ილიას წინააღმდეგ მოწყობილ ყველა იმ აქციაში, რასაც მოკვლის გადაწყვეტილებამდე ახორციელებდნენ მისი ნაძირალა მოწინააღმდეგეები. კიკაშვილის სიტყვით, ტყვიით ილიას მოკლა თავიდან განზრახული არ ყოფილა. ამას სხვა საშუალებებით აპირებდნენ, კერძოდ, ცდილობდნენ ხელოვნურად გამოეწვიათ მისი სიკვდილი, გულის გახედვით. კიკაშვილმა იცოდა არა მარტო ის სახელდობრ რა საშუალებებით ებრძოდნენ ილიას და როგორი მიმდევრობით უშლიდნენ ძარღვევს, რომ გული გახედქოდა, არამედ ისიც, თუ ვისი ხელით კეთდებოდა ეს. გვარებითა და სახელებით იხსენიებდა წაკეზებითა თუ მუქარით დაყოლიებულ შემსრულებლებს. პატარა ვიყავი, არ ვიცოდი, რომ ასეთი რამეების დახსოვნება უკიდურესად საჭიროა. ამას გარდა ჩემს ყურადღებას თვით ბოროტი ხრიკები უფრო იპყრობდა, ვიდრე შემსრულებელთა ვინაობა. ჩემი ბავშვური შეცდომა მაშინღა გავაცნობიერე, როცა გვარში ყოველივე ამის გამხსენებელი აღარავინ დამრჩა. რა სიქმს კაცი? განა მხოლოდ ილიასთან დაკავშირებული გვარები დამრჩა და უმახსოვრებელი. ის ხრიკები უსაქმო და ბოროტი კაცის მიერ გამოგონილი თითოეულა ცუღლუტობა კი არა, მოქმედების კარგად შემუშავებული. სისტემატიზებული გეგმა იყო და იმის ფიქრით შეიძლება, რომ შემუშავებაში ფსიქოლოგმა მიიღო მონაწილეობა. სწორია, აი ინებე. იმით დაიწყეს, რომ აივანზე მერცხლის ბუდეები დაუნგრიეს, მერე გზა გადაუთხარეს, ეტლმა ვერ გადმოიარა. ილია მოურავ შეეკითხა, რისთვის გადათხარეო? მოურავმა მიუგო, რა ვიცი, ჩემო ბატონო, მე თქვენ დასახვედრად წამოვედი და ამაობაში ვიღაცას ეს მამაძაღლობა ჩაუდენიაო. გზა გაასწორეს და ახლა ეზოში კატებისა და ძაღლების მძორის გადაყრა დაიწყეს. ილიას მოთმინების ფიალა აევსო, სოფლის თავკაცებს უხმო. ესეები მოიშალე, თორემ როგორც გატყობთ, ჩემი აქ ყოფნა არ გინდათ. გავხიდია მამულსა და სხვაგან გადავბარგდებიო. იფიცეს თავკაცებმა, ჩვენ ამაებისა არა გაგვეგებარაო. გაზაფხულზე დარგული ხილი შემოდგომით ნიადაგიდან დაუძრეს და გადაყარეს. ესეც არ აკმარეს. რანაირად ახერხებდნენ ქალაქიდან მოსულს ოთახებში ხან თავგასრესილი ქვეწარმავალი დაუხდებოდა, ხან ცოცხალი მორიელი. ვერაფერი დააკლეს. მაგარი იყო ილია. მაშინ სახლის წინ რომ წყარო აქვს, იმის გაბინძურებას მიხვეს ხელი. ერთხელ და ორჯერ კი არ ჩაუდენიათ ეს საზიზღრობა. გამუდმებით ჩადიოდნენ. ისევ შეყარა ილიამ თავკაცები, სოფლიდან ამ სიშორეს წყაროზე ამომსვლელი არავინ არის. წყაროები იქვე გაქვთ. ვიღაც არის განზრახ მიბინძურებს. თქვენი წყარო რომ გააბინძუროს ვინმემ, კარგი იქნება. თუ არ დაიშალეთ, ამ წყალზე აღარავის მოგიშვებთო. ეგ იყო, სხვა არაფერი უთქვამს და ბინძურებმა მთელ საქართველოს მოსდეს, ილია საგურამოელ გლეხებს წყალს არ აძლევს, სისხლის მსმელი ბატონია, მისი სიცოცხლე აღარ იქნებაო. საყურადღებო ის არის, რომ ბინძურების ყოველი ხრიკი სოფლელებსა და ილიას შორის ურთიერთობებს ძაბავდა, კონფლიქტებს იწვევდა და მტრებსაც ესუნდოდათ. მათ მკვლელობის შემამსუბუქებელი გარემოება ესაჭიროებოდათ. შეაწუხა გლეხები და მოკლავდნენ, მას როგორ იქნებოდაო? ო, ბოროტებით გული რომ ვერ გაუხეთქეს, ტყვით მოკლეს. თან ვიაროთ არა? ჩვენს ოჯახში შინაურთა თუ სტუმართა საუბრების ერთ-ერთი მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა იყო. რამდენი სინანულიანი ღამე დამთენებია, რომ იმ დროში არ გამაჩინეს და იმაზე ფიქრშიც თუ თავად როგორ მოვიქცეოდი ამა თუ იმ ვითარებაში. ეგ არის მაშინვე ოპტიმისტი ვიყავი, იმედს არ ვკარგავდი, დადგებოდა დრო,
ქართველი ერის განთავისუფლებაში მეც შევიტანდით წვლილს. ამ სასოებით ჩამეძინებოდა ხოლმე. ითვლებოდა, რომ მაშინდელი ამბების საუკეთესო მთხრობელი ძია სერგო გერსამია იყო. მართლაც რამდენი რამ იცოდა. აი, ერთი იმ ამბავთაგანი. 905-ში ქუთაისში გიმნაზიის მოწაფეებმა დემონსტრაცია მოვაწყვეთ. სრული დემოკრატიისა და სხვა ასეთების მოთხოვნით. გვეტაკნენ კაზაკები, მათრახების ტყლაშატყლუშით მიგვრეკეს საგუბერნიო ციხეში. მახსოვს მირტყავდნენ ტყიოდა, მაგრამ ცოდვა გატეხილი იჯობს. თან მეამაყებოდა, რომ ერისა და ხალხის კეთილდღეობისთვის მცემდნენ და მგონია მსიამოვნებდა კიდეც. დიახ, და ახლა ზედამხედველებმა გვითავაზეს და გვითავაზეს პანღურების საკანში შემწყვდევისას. ერთი სიტყვით უკვე გამობრძმედილ მებრძოლებად მიგვაჩნდა თავი. ვსხედვართ, ერთადერთი თემა იხილება, სახელდობრ, რომელ გუბერნიაში მოგვიწევს გადასახლება და პირადად მე სინდისი მაწუხებდა, რომ საკატორღო ვერაფერი მოვახერხე. ჩემნაირი სინანული, ფიქრობ ბევრ ჩვენგანს აწამებდა, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდით, რომ დასაწყისისთვის რაიმე ვიატკასა თუ კანდალაკშაში გადასახლებაც კმაროდა. ხოლო კატორღებს მომავალ საქმეთა საგმიროთათვის მოვივლიდით. ეს ამბავია და ხმა დაიხა გუბერნატორი მოდის ციხის შემოვლაზეო. სასწრაფოდ შევიმუშავეთ საქციელის ფორმა, რომლითაც საზიზღარი მეფის მიერ ქუთაისისა და სრულიად ლიხთ იმერეთის გამგებლად დანიშნულ არანაკლებ საზიზღარ მოხელეს უნდა დავხვედროდით. იარა ბატონმა გუბერნატორმა იარა და ჩვენი კარიც შემოუღეს. საქმის შუაგულში იატაკზე ვისხედით. შემოვიდა თუ არა ყველა მერდროულად შეუგციეთ ზურგი. ეფექტი მოულოდნელი აღმოჩნდა. მაღალი სტუმარი ბრინჯივით დაიბნა, პირღია იდგა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. როცა თავს დაეუფლა, გარს შემოგვიარა, კარგა ხანს გვათვალიერა და ციხის უფროს კითხა, ესენი ვიხ არიან? აღარც შეცმუნებული იყო, არც გაკვირვებული. ცნობის წადილი ჰქონდა. ციხის უფროსმა მოახსენა, პოლიტიკურები არიან, კაზაკებმა მორეკესო. ასეთმა ინფორმაციამ საცოდავი გუბერნატორი კინაღამ აქვე ჩვენს თვალწინ გატარია და საშინელი ხმით დაიღრიალა. ახლავე გაყარეთ, ამათი კვალი აღარ ვნახო. კარისკენ გაქანდა, ზღურბზე შეჩერდა, ერთი კიდევ მოგვავლო თვალი, თავი ჩააქიცინა, თავისთვის ჩაილაპარაკა. იმ სახელმწიფოს რაღა უნდა ეშველოს, ამათი რომ შეეშინდებაო და წავიდა. მისტერიის ასეთი ფინალი მოულოდნელიც იყო და ერთობ დამაფიქრებელიც. სად გადასახლების პერსპექტივა და კატორღაზე ოცნებები და სად ის დღე, ჩვენ რომ 10 წუთის შემდეგ დაგვადგა. გასვლაზე ყველამ ერთად თქვით უარი. მაშინ ზედამხედველები შემოცვიდნენ. კატის კნუტებივით სათითაოდ გაგვათრიეს და ეგაც არაფერი, შინ რომ მივედი, მამა ჩემმა გამოაცხადა. დაბრუნდა ჩვენი საკუთარი რევოლუციონერიო. სერგო გერსამია ფედერალისტი იყო, თავის დროზე ქუთაისში ამ პარტიის გაზეთს რედაქტორობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არაერთხელ იჯდა ციხეებში. 37 წლის რეპრესიებს იმიტომ გადაურჩა, რომ 36-ის დასაწყისში კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, მალევე გაათავისუფლეს. თბილისში გადმობარგდა და სახელოვანმა შინსახკომმა მისი წარსულის საჩხიბავად ვერ მოიცალა. აბა დასაჭერ დასახვედი იმდენი იყო, სანამ გერსამიას რიგმა მოაწია, რეპრესიებიც ჩათავდა. ისიც შესაძლებელია, რომ იგი როგორღაც მოხდა მხედველობიდან გამორჩათ. ყოველივე ეს მისი გადარჩენის სერიოზულ ახსნად, რა თქმა უნდა, ვერ გამოდგება, მაგრამ შინსახკომს ასეთი ლაფსუსები საბედნიეროდ ჰქონდა. გერსამიამ ამ თეატრალურ მუზეუმში დაიწყო მუშაობა. ღრმად სიბერემდე იცოცხლა. ქართული თეატრისა და თეატრალურ მოღვაწეთა ბიოგრაფოსობით ირჩენდა თავს და ამ ჟანრის ბარე 10 მონოგრაფიის ავტორი გახდათ. თავის დროზე ეს კაცი იმითაც იყო ცნობილი, რომ მის გაზეთებს ცენზურა წარამარა ხურავდა. მაგრამ გერსამია დაუყოვნებლივ აარსებდა ახალს. ასეთი დრო იყო. შეიძლებოდა. რუსეთის იმპერიის ჩაგრული ხალხების ბრძოლას ორი ფაქტორი უდევს საფუძვლად: სოციალური და ეროვნული. ისინი ერთი მხრივ გაბატონებული ფენებისგან მწვავე ექსპლუატაციას განიცდიან, მეორე მხრივ იმპერიისგან ეროვნულ დისკრიმინაციასა და ჩაგორას.
იმპერია მყრობელი ერის სახელმწიფოა და არა ყველა შემადგენელი ერისა ერთად. რუსეთის იმპერიის საშინაო პოლიტიკის ძირითადი ნიშანი ისაა, რომ იგი ზღუდავს ხალხების ეროვნული კულტურის განვითარებას. უსპობს მათ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პერსპექტივას. ძალადობითა და ტერორით ახშობს განმათავისუფლებელ მოძრაობას. იმპერიებს, როგორც სამყაროში ყველასა და ყველაფერს, თავისი შექმნის, ჩამოყალიბების, ლპობისა და დაშლის დრო უწევთ. რუსეთის იმპერია უსრულის პირზეა ინგრევა და ამას მყრობელი ერი გრძნობს. იმპერიის შენარჩუნების ნაირ-ნაირ გზებს ეძებს. ერთი მათგანი ევროპიდან იმპორტირებული მარქსიზმია. ეს მიმდინარეობა გამოსავალსა და ხსნას რევოლუციაში, ახალი სოციალ-ეკონომიკური ფორმაციის შექმნაში ხედავს. ხალხებს დემოკრატიულ თავისუფლებებს, ეროვნული კულტურის დამოუკიდებელ განვითარებას, მატერიალურ კეთილდღეობას პირდება. ამ გრანდიოზული მოტყუებით იმპერიის შენარჩუნებას იმედოვნებს და სწორედ ამით არის საშიში ჩვენთვის. ჩაგრულმა ერებმა ხანგრძლივი რუსიფიკატორული პოლიტიკის წნეხქვეშ ეროვნული თვითშეგნება დაჰკარგეს. მატერიალურ მისატყუარზე ადვილად წამოეგებიან. ასეთი იყო სერგო გერსამიას დოქტრინა. ცენზურამ იგი ჯერ კომუნიზმის საწინააღმდეგო მასალად მიიჩნია, მაგრამ მეორე დღეს გუბერნატორი ნამდვილ არხს მიხვდა. გაზეთი დახურა. სერგო გერსამია დააპატიმრებინა. იმპერისტებში გულში ჩახედა. დაიჭერდნენ, მაშ როგორ. გაიოზისა და შალვას ფათერაკიც 905 წლის კალეიდოსკოპიდან ჩამჭა მეხსიერებაში. არეულობა იყო. ექსპროპრიაციები, ფულის გამოძალვა, თბილისელმა მილიონერებმა შეიარაღებული დაცვა გააძლიერეს. თხრობლები ამ ცველებს ჯამფიდანებად იხსენიებდნენ. ეს სიტყვა საიდან მოდის არ ვიცი. ერთ-ერთი ეროვნული ორიენტაციის პარტიის სამხედრო ორგანიზაციას გიორგი ხუციშვილი ხელმძღვანელობდა. დავალება მიიღო. პარტიის სალაროსთვის საიდანმე ფული ეშოვნა. გზა ერთი იყო. ექსპროპრიაცია. ხუციშვილმა სარწმუნო წყაროდან გაიგო, რომ მავანი მილიონური სახლში საკმაოდ დიდი თანხა ინახებოდა. ეგ არის ბინაში შეღწევა ჭირდა. სახლის სადარბაზოში მაუზერითა და სხვა საფრთხობელებით შეიარაღებული ჯამფიდანი იჯდა. ჰაიჰარად შინარავი შეუშვებდა. ხუციშვილმა სარწმუნო წყაროდან გაიგო, რომ მავანი მილიონერის სახლში საკმაოდ დიდი თანხა ინახებოდა. ეგ არის ოღონდ ბინაში შეღწევა ჭირდა. სახლის სადარბაზოში მაუზერითა და სხვა საფრთხობელებით შეიარაღებული ჯამფიდანი იჯდა. ჰაიჰარად შინარავი შეუშვებდა. ხუციშვილმა ასეთი გეგმა შეთხზა. ახალგაზრდული ორგანიზაციიდან ბავშვი შეარჩია, 14 წლისა. ორი ძმა ქართველი შვილთაგან უმცროსი. სახელად გაიოზი. ცქვიტი და გულადი ბიჭი იყო. დღისით მზისით მივიდნენ მილიონერის სადარბაზოსთან, გიორგი ხუციშვილი კედელს აეკრა. გაიოზმა ზარს ჩამოკრა. ჯამფადინს კარი ჯაჭვზე ჰქონდა, გამოაღო. ხრიჭოში გამოიხედა. ღრმა გიმნაზისტი დაინახა და ჰკითხა, რა გინდაო? ბიჭმა მიუგო, დეიდა მაშასთან მოვედიო. მაშა მილიონერის ოჯახში ეკონომკად მსახურობდა. მცველმა კარი გააღო. გაიოზმა წიგნების სავსე ზურგჩანთა მოიხსნა, ხელი ჩაყო, დიდი ბებუთი ამოიღო და ჯამფადინს ღიბზე მიაბჯინა. სანამ მცველი გონს მოეგებოდა, ხუციშვილი შემოვიდა. მცველს იარაღი ახარა, ხელფეხი გაუკოჭა. თანხა ექსპროპრირებულ იქნა. შორი ახლა მომლოდინე პირს გადაეცა. გიორგიმა და გაიოზმა წინასწარ დასახული გეგმით გასციეს. მაგრამ გზად გაუთვალისწინებელი რა მოხდა. საქმე ის არის, რომ გამოსვლებისა და ბიტინგების გამო ქალაქში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. ჯარისკაცები და კაზაკები მათი აზრით საეჭვო პირებს აჩერებდნენ, ჩხრეკდნენ. ვისაც იარაღი აღმოაჩნდებოდა, აპატიმრებდნენ. სიმბირი განაღდებული ჰქონდა. წინააღმდეგობის გამწევს სახჩობელა არ ასწდებოდა. საველე სასამართლოები მძვინვარებდნენ. გიორგიმა და გაიოზმა ვორონცოვის ხიდი გადაიარეს. დიდი თავადის ქუჩაზე პატრული შემოეყარათ. გაჩრეკა მოუნდომეს. გაქცევა სჯობდა. და მოსცხეს კიდეც. ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს. გაქცეულება მარჯვნივ აუხვიეს, აღმარს ახვნენ. პატრულმა შესახვევამდე მოირბინა, სროლა განაგრძო. ხუციშვილმა ბიჭს უთხრა, წადი გაიქეცი, ამათ მე მოუვლიო და თავადაც სროლა დაუწყო.
ჯარისკაცები სამნი იყვნენ, გიორგიმ ერთი დასჭრა, ორნი იქაურობას გაეცავნენ. მეორე დღეს ქალაქის ყველა გაზეთმა მოსახლეობას აცნობა, რაც მოხდა და დამნაშავეთა გარეგნობის აღწერილობაც მოიყვანეს. ერთი შავქურთუკიანი ასეთი და ასეთი იყო, მეორე გიმნაზისტი. ასე 16-17 წლისაო. პოლიციამ აღწერილი გარეგნობის თითქმის ყველა გიმნაზისტი დააპატიმრა და მათ შორის იმავე ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გაიოზის ძმა შალვაც. გაიოზი დაჭერას გადარჩა, მაგრამ შალვა 2 თვე ციხეში იჯდა. გამოუშვეს და შინ მოვიდა. მოვიდა და უმცროსმას მათრახის სცემა შენეგულისთვის ვიწვალეო. 1918 წლის 26 მაისს გიორგიმ და გაიოზმა მთავრობის სასახლეზე საქართველოს დამოუკიდებლობის დროშა აღმართეს. პაპაჩემი იაგური იტყოდა ხოლმე, რევოლუცია არის ქაოსი, სადაც პოლიტიკური ავანტურისტები ფანატიკოსების სვლით ამღვრეული წყლიდან ამოყვანილ ზვიგენს ინტელექტუალების ხორცით კვებავენ. ზვიგენების არა მოგახსენოთ, ეს მეტაფორა იაგორ კარგარეთლის მხატვრული აზროვნების პროდუქტად ჩავთვალოთ, მაგრამ ინტელიგენციას რომ ავიდღე დაადგა, ეს ცნობილი და ურყევი ჭეშმარიტებაა. ბალღობიდან მახსოვს, ხშირად იხსენებდნენ იმ 17 ქართველს, ვინც ქაოსს გამოერიდა, რუსეთიდან სამშობლოსკენ გამოსწია. არმავირში ვიღაც რევოლუციონერებმა მატარებლიდან გადმოიყვანეს და 17-ვე ერთად განუკითხავად გაჟლიტეს. განადგურებული ინტელიგენციის სტატისტიკა არავის უწარმოებია, ისევე როგორც დღემდე არავინ იცის, რამდენი რევოლუციონერი დაიხვრიტა რევოლუციისავე სახელით. არმავირის ამბავს სხვაზე ხშირად იმიტომაც იხსენებდნენ, რომ იმ 17-ში 10-15 ჩვენი ოჯახის ნათესავი და ახლო მეგობარი გახლდათ. ერთი 17-თაგანი ბაუკ წერეთელი იყო. მხრეტელებში ქართველი წერია. ამან ბაუკი იცნო, თუ მისმა ვაშკაცურმა ახოვნობამ და სანდომიანობამ მოაჯადოვა, გამოიყვანა და უთხრა, შენ წადი, თავისუფალი ხარო. ბაუკმა მიუგო, მარტო არ წავალ, მაგას დახრეტა მირჩევნიაო. და განწირულებში შებრუნდა. დაახვიდეს, რა თქმა უნდა. ეს ამბავი შემსწრე არმავირელმა ქართველებმა ჩამოიტანეს. ტრაგედიებს თავი დაანებეს, სხვა დროს იყოს. ისეთი რამს თქვი, სიკვდილები არერიოს. ცოტა იცი. მართალი ხარ, მართალი. ეხლა ისეთ კვალზე ვდგევართ, სიკვდილების დრო არ არის. ბუნებას ნუ გავიფუჭებთ. რეზო გოშხოთელის ამბობის თქვი. რეზოსი? რეზოსი იყოს. ეს რისი კვალია? კვალი, კაცო, ადამიანის ნაკვალევია. ძველი კვალია, რამდენიმე დღისაა. რა მნიშვნელობა აქვს? ის მნიშვნელობა აქვს, რომ ეს კაცი ამჟამად ახლომახლო არ არის და საშიში არაფერია. დავსხდეთ. ვიფიქროთ. მაინც რამდენი დღისა იქნება ეს ოხერი? ერთი კვირისა? ნაკლებისა თუ მეტისა? ასეა თუ ისე, ეს სულიერია გუშინდელი ან გუშინწინდელი ნამყოფი არ არის. უფრო ადრე იყო, მაგრამ კვალი არის, მაშა სადამე აქ სადმე ქოხიც არის. რომელი ქოხი? სადაც მიშას სიტყვით თოფი მელოდება. თუ სხვა ქოხი? ბოლო ბუნაგიდან თოფიან ქოხამდე 120-130 კილომეტრი უნდა გამომევლო. სწრაფად ვიარე? რატომაც არა, სავალი სულ ვაკეზე იდო. კარგი, ამ კვალის დამტოვებელს ფილიპოვების ქოხში რა უნდოდა? გზა ეგრე ჰქონდა. მიშას მამის სახურა ვახტილი და მინგრეული ხუხულა რა შუაშია. ასეა თუ ისე, კვალს მივყვეთ, მაგრამ თხილად, რა ვიცით, იქნება სწორედ ის მონადირეა, ვისაც ჩვენი დაჭერა აქვს დავალებული. გორამ 2 კილომეტრი გაიარა. დაბრუნებული კაცის კვალი ნახა. იგი სამხრეთისკენ მიემართებოდა. იმავე ხნისა და იმავე კაცისა იყო. დააფიქრდა. ისევ აღმა მიმოვალ კვალს დაადგა და სულ მალე გორაკის კალთა შეფარებული ქოხი დაინახა. ცოტა ხნის მერე გორა ფილიპოვების მიტოვებულ ქოხში კედლის ძირას ჩამპალ ნახევრად ჩაქცეულ იატაკზე იჯდა. უღრან ტყეებს იქით, ცის დასალიერზე დიდი მზე იდგა. სხივები მილიონობით შტამბებში გამოღწევას ლამობდნენ. უყურა სანამ ღრუბელი გადაეფარებოდა განზე გაიხედა ჩანგრეულ იატაკზე ჩვარს მოკრა თვალი. გადაიხარა. აიღო, მამაკაცის საცვლის ნახევი იყო. ხამი ტილოსი. ისეთი ამერიკას რომ მეტყვიან. ერთიანად ტაოტში ამოსვლილი. მიშამაკი თქვა, თოფს ტაოტი უსვია.
ჟანგი ვერ მიეკარებაო. აქვე გაუწმენდია. აქვე გასწმენდა. ტავოტიანს ხომ არ წაიღებდა. კარგი, წაიღო და წაიღო, ჯანი გავარდეს. ვეღარაფერს დავიბრუნებ. მოდი განსაჯოთ. რა დავკარგე? უვაზნო თოფი. სანამ ფილიპოვის ნათქვამ იმ ქოხს მივაგნებ, სადაც ვაზნები უნდა ვიპოვნო ან რუკაზე აღნიშნული, სხვას რომელიმეს და ამასთან ისეც პატრონს ვაზნების მარაგი რომ ჰქონდეს დატოვებული, ამ თოფს ჩემთვის ნეტავი რას სამსახური უნდა გაეწია. მაქსიმძიმის თრევას როგორი საქმეა, ვაზნებიანი ქოხი უეჭველად შეგხვდება. ფილიპოვმა ხომ ისიც გითხრა, ზომაზე მეტი ფრთხილიან წუწკი მონადირეები რა ადგილებში მალავენ ხოლმე ტყვია წამალს. კარგი. ეხლა რას მიბრძანებთ? თავში ხელები წავიშინო, ვიტირო, ქართველი ხალხის ეროვნული გლოვა გამოვაცხადო? რას მერჩი? არა. ენა შემაჩვიე და ეგ არის. ბოდიში ბატონო, შევრიგდეთ. გახსოვს თათუშეთში წყემსმა რეზო თარხან მოურავს რომ სთხოვა. ამბობენ თბილისში კარგი კარაბინის ყიდვა შეიძლება ფულს გაგატან მიყიდეო. რეზომ შეიფერა ჩუმჩუმად კარაბინისა კი არა, ზარბასნის ყიდვაც შემიძლია, მაგრამ ჯერ შეგულება უნდა და შევიგულებ თუ არა მაშინვე შეგატყობინებო. მეორე დღეს ფარსმისკენ გავსიეთ. იმდენი ვიარეთ რომ დაგვიღამდა. ერთ მიტოვებულ სახლში მოგვიხდა გათენება. დილით აღარ მახსოვს, ვინ აგი გადამალული კარაბინი იპოვნა. აი სწორედ ასე როგორც აქ უნდა დამხვედროდა. კარის თამასის უკან გადამალული და ერთიანად ტავოჩი ამოგანგლული. სახლი კარგახნის მიტოვებული ჩანდა, როდინდელი დამალული იყო. ჯერ ამის მარჩიელობას გადავყევით, მერე რომელიღაც ჩვენგან მას თქვა, კარაბინს რომ იხვეწებოდა, იმ წყემს წავუღოთო. ეს წინადადება ვერ გავიდა. კარაბინი თავის ადგილზევე დავმალეთ. დაბრუნებისას ღამის გასათევად ისევ რეზოსთან გავჩერდით ომალოში. იმ წყემსთან კაცი გავგზავნეთ. ვახშამზე მოვიპატიჟეთ. მოვიდა და უთხარით ერთ ადგილას ახალ-თახალი კარაბინი ვიცით. წადი და აიღეთქო. უკითხა. ფარსმაში ხომ არაო? დაუდასტურეთ, გაიღიმა. ეგ სხვისიაო. აღმოჩნდა, მამა და ორი ვაჟი ომში წასულან. წასვლის წინ ის კარაბინი გადაუმალავთ. სამივენი იქ დახოცილან. ოჯახი განადგურდა. სახლიც ოხრად დარჩა და კარიც. წყემსმა სხვისიაო. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ უთოფო თავი როგორ დავირჩინოთ, რა ვჭამოთ? შენი იღბლიანობა რომ ვიცი, ღმერთი ერთი კია თოფს უეჭველად გამოგვიგზავნის. ნაღდია, იდიოტობამდე ოპტიმისტი ბრძანდებით, ბატონო. მოიცა. ვის უნდა წაიღო? მონადირეს ისეთი რა გაუჭირდა, რომ სხვისი თოფი წაიღო? რა იცი, იქნება თავისი გაუტყდა ან გაუფუჭდა. სარეწავი მიატოვო, სეზონი ხელიდან გაუშვას და შინ დაბრუნდეს და ამთავრებს ნადირობას მოიტანს და აზდებს. ეს როგორი ნაცნობი ფართალია, კაცო. პატიმრის საცვლას არ გაგონებს? მაგონებს რომელი ეგ მატერია რომ არა, გულაგი დიდი ხნის გაკუტრებული იქნებოდა. პაგის ნიფხავ პერანგში არ გავატარეთ ახალგაზრდობა. თითქმის მთელი სიცოცხლეც, მაგრამ მონადირეს ამ ფართლისა. მოგლეთ როგორც არის. როგორც არის. დავენდოთ ვერსიას, რომ თოფის წამღები უახლოეს 2 დღეში აქ აღარ მობრუნდება და დავბუნაგდეთ. თუ მოვეშვათ აქაურობას და სხვაგან სადმე დავისადგუროთ. მიტილენიჩი. ყველაფერი გამიგე და ეს კაცი გამომიგზავნე, რომ თოფი წყვილწინ ამაცალო. თუ ეს მოსაზრება ჩემი ეჭვიანობის შედეგია. ერთიც შესაძლებელია და მეორეც. თუ შენ, პატივცემულო მიტილენიჩ, ზუსტად გაქვს დადგენილი ჩემი ახლანდელი ადგილსამყოფელი, მაშინ აქ სადმე ჩასაფრებული კაცებიც უნდა ვიგულისხმოთ, ასე არ არის? თუ შენი კაცები აქ არიან და მხედავენ კიდეც, გინ დავრჩენილ ვარ და გინ წავსულ ვარ, ერთია. მას როგორ მოვიქცეთ? ეხლავე გავუდგეთ გზას, თუ კაპიტალური ბუნაგი მოვიწყოთ და რიგიანად დავისვენოთ. არც ერთი და არც მეორე. ბუნაგი ჩვეულებრივი ასე 2 დღიანი ყოფნის ვარაუდით მოვიწყოთ. მერე სამხრეთისკენ უწავალთ, ამ კვალს დავადგეთ, მივადგეთ, საცა მიგვიყვანს. მართალია ადამიანებთან შეხვედრა საშიშია, მაგრამ ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ საცხოვრისთან სიახლოვემ შესაძლოა მნიშვნელოვანი სამსახური გაგვიწიოს. ჭამას მის დარგში.
ასია თუ არა? ასია, ბატონ. გორა ერთ დღეზე მეტი არ დაყოვნებულა. ფრთხილად მიდიოდა, ჩერდებოდა, ტაიგის ყმაურს უსმენდა. თუ კვალი ხევხუებში ჩაუხვევდა და თვალსაძიას მიეფარებოდა, მიდამოს ვერავდა და მერეხა განაგზობდა სვლას. ეს იძულებითი შეჩერებები და დროის კარგვა აღიზიანებდა. მოთმინება ღალატობდა. ბოლოს ხელი ჩაიქნია. სიფრთხილე გვერდზე გადადო და გასწია. ეს ყველაფერი კეთილი და პატიოსანი. 67 დღეა მოვდივარ. კოლაჯან, თუ სიცოცხლე შემჩა, სადმე ერთ კაი მონუმენტს დაგიდგამ. მართალია? მართლა დაგიდგამ. შენ რომ არა, სად ვიქნებოდი ახლა, ჰა? გლაციოლოგებს თხილამურებისთვის თითო ბიუსტი მაინც არ ერგებათ? რა ვიცი, ვინ არიან? არა, თუ წავაწყდი სადმე, ფოტოებს გამოვართმევ. ფოტოების მიხედვით გავაკეთებინებ. კარგი მორჩი სისულელეებში, კაი კაცო. რითიმე ხომ უნდა გავერთო. ვალს უყურე, ეგ არის შენი გასართობი. კვალი? ო, კვალი. კვალი კვალა და ხომ შეგვიძლია კიდევ რაიმე გავიხსენოთ. მართალი ხარ? რეზო გოშხოთელისა ვთქვა, ძალიან საინტერესო პიროვნება გახდათ. მშვენიერი გარეგნობისა, თავაზიანი, სადა, მის საწდომი და რატომღაც მარტო ხელა. 37 წელმა იმსხვერპლა 59 წლის კაცი. შფოთვარე, დაუდგრომელი სულის ადამიანი იყო. ავანტურისტი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. კაცი, ვისაც წინააღმდეგობაში ბრძოლაში ერთი სიტყვით ზეზეურად სიკვდილი ერგებოდა და კრავივით კი დაჰკლეს. მამაჩემის მეგობარი იყო რეზო გოშხოთელი. დროდადრო მოდიოდა ჩვენთან. ამ კაცის მოსმენა ყველანაირ სანახაობასა და გასართობს მერჩივნა. ჩინებული მთხრობელი გახდათ და უყვარდა კიდეც ამბების გახსენება. ჩემს იქ ყოფნაში იყო. პაპაგორამ ვკითხა. ის უკრაინელი დიდი კაცი წყალტუბოში სამკურნალოდ რომ ჩამოდის. და თუ არა გნახა, ისი არ წავა ხოლმე, ვინ არის და მეგობრები რანაირად ხართ? ძველი რევოლუციონერია ბოლშევიკი, გაიცინა რეზომ. სამოქალაქო ომის წლებში გავიცანით ერთმანეთი. სიკვდილს გადამარჩინა. 1920 წლის 22 თებერვალს იყო. სიკვდილისგან ზოგ-ზოგს მეც გადაურჩენი ვარ, მაგრამ წყალტუბოში თუ ბორჯომში ჩამოსულს აღარც მოუკითხი ვარ. მიაბე თუ ძმახა როგორ იყო ეგას, თქვა პაპამ. ძიარეზომ გაიღიმა, იყუჩა. თხონა აუსულა. მენშევიკების დროს შავ ზღვაზე შხუნა მყავდა. 500 ტონა წყალწყვისა. ნინა ერქვა. შკიპერი და 4 მატროსი ემსახურებოდა, ორანძიანი იყო, აფრებიანი და ძრავითაც დადიოდა. საფრახტოდ მყავდა, სხვათა საქონელს დავეზიდებოდი. შავი ზღვის ნავსადგურებს შორის დამიდიოდა. 1919 წლის ბოლოს მგონია დეკემბრის დასასრულს ბათუმში თეოფილე ეჯიბიამ მომნახა. არალეგალურ მდგომარეობაზე იყო, დასდევდნენ. მომნახა და მთხოვა, შენი ნინა ოდესაში მიდის. კაცი გვყავს გასაყვანი. რევოლუციონერია, შაუმიანი. როგორმე ოდესაში უნდა გაიყვანო. შევფიქრიანდი. რევოლუციამდე, ვისაც თვითმპყრობელობის დამხობა ჰქონდა განზრახული, ზოგი აქციის განხორციელებაში ერთმანეთს ვეხმარებოდით მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და მაშინაც კი ვეხმარებოდით, როცა პარტიებს შორის რაიმე პოლემიკა ან ბრძოლა მიმდინარეობდა. თეოფილე ეჯიბიას რევოლუციამდე რომ ეთხოვნა სტეფანე შაუმიანის გაყვანა, ორი აზრი გამორიცხულია. თავს მოვალე ჩავთვლიდი, გავიყვანდი მიუხედავად იმისა, რომ მე ეროვნულ დემოკრატი ვიყავი და ისინი ბოლშევიკები, მაგრამ მაშინ სახელმდობრ იმ დროსა და ვითარებაში საქართველო დამოუკიდებელი იყო. კანონიერი ხელისუფლება მენშევიკებს ეპყრათ. ბოლშევიკები ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ. წყალს ამღვრევდნენ, ცდილობდნენ საბჭოთა რუსეთისთვის საქმე ისე დაეხადა, თვითონ საქართველოს მოსახლეობას ბოლშევიკური წყობილება სყურია და ერთავად იმის მეცადინეობაში იყო, როგორმე რუსის ჯარები შემოეყვანათ. მართალია, ჩვენ ეროვნულ დემოკრატები არსებულ მთავრობას ოპოზიციაში ვედექით ლეგალურად. მრავალპარტიული ურთიერთობების პრინციპებით ვებრძოდით, მაგრამ ბოლშევიკებისთვის ყოველნაირი შეწყობა არც კანონით და არც ზნეობრივად არ შემეფერებოდა. ერთი სიტყვით თეოფილე ეჯიბიას თხოვნის შესრულება საყოყმანო იყო. ძმაკაცობა მძლია, ცოტა ხნის ფიქრის მერე დავთანხმდი. ჯანი გაგვარდეთ, გავიყვა. ამ საცოდავ საქართველოში ერთი ბოლშევიკით ნაკლები იქნება მეთქი.
თავად იმ გზობაში წასვლას არ ვაპირებდი. გრიგოლ ჩივაძე უნდა გამგზავრებულიყო ჩემი მოადგილე. ამ კაცზე ორ სიტყვას ვიტყვი. დიაკვნის შვილი იყო და რომელიღაც თავადის ნათლული. ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა, გულის ზღვაზე მიუწევდა. ნათლიამ საზღვაოსნო სასწავლებელში მოაწყო. გრიგოლი ახალგაზრდობაში საკმაოდ პატივმოყვარე ბრძანდებოდა, როგორც ჩანს, მიზნებიც ასეთივე ჰქონდა, მაგრამ ოფიცერი შემოელახა და ამან სასწავლებლიდან დათხოვნა და სასჯელი მოუტანა. ჩემთვის სწორედ ეს არის გასაკვირი, გალახვა. გრიგოლი ფლეგმატურობამდე მშვიდი ადამიანია, ყოველ შემთხვევაში მაშინ 25 წლის ასაკში ასეთი იყო. ამასთან ხნეობითა და გამჭრიახობით გამოირჩევა და მეორე, არავინ მინახავს, ვისაც ვალდებულების ესოდენ მძაფრი გრძნობა ჰქონოდა. უაღრესად კეთილსინდისიერი, მოხერხებული კაცია და ამ თვისებებს მხოლოდ სამსახურისთვის ამჟღავნებს. თავისთვის არც გაუკეთებია რაიმე და რამდენადაც ვიცი, არც რაიმე სურს გარდა შრომისა. მინახავს ასეთები გადამწვარმა ოცნებებმა იცის. განათლებული კაცია, ინტელიგენტი. მაშინაც ასეთი იყო და მიუხედავად ამისა, დამნაშავეთა სამყაროში სანდო კაცის თავისიანის სახელი ჰქონდა. თუმცა სარწმუნოდ მოგახსენებთ, არც ბუნებითა და არც საქმიანობით ბოროტმოქმედი არ იყო. პოლიტიკასთან საერთო არასოდეს არაფერი ჰქონია. სიკეთითა და კეთილმოსურნეობის სავსე ადამიანი გახდათ. ბუს არავის აუფრენდა. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ყველაფერი შეეძლო. იყო მეთქი ვამბობ, იმიტომ რომ როგორია ეხლა არ ვიცი. მართალია ხდება ადამიანები დროთა ვითარებაში მათგან მოულოდნელ თვისებებს ამჟღავნებენ, მაგრამ მგონია გრიგოლ ჩივაძე ის კაცია დღესაც, როგორიც ჩემთან სამსახურის დროს იყო. თითქოს ვაჭარბებ, არა? დაინახავთ. ასია თუ ისე გრიგოლი მომწონდა. თავიდანვე დავმეგობრდით და დარწმუნებული ვარ, ერთმანეთისთვის უკან დღესაც არაფერში დავიხევთ. მოგახსენეთ, დავთანხმდი მეთქი. ხომალდზე ძებნელი კაცი უნდა ყოფილიყო. პოლიციასთან ურთიერთობის გამწვავება იყო მოსალოდნელი. გადავწყვიტე თავადაც წავსულიყავი. მიცნობდნენ, ჭხრეკას არ მაკადრებდნენ და არც ოდესაში მოსაგვარებელ საქმეებს აწყენა ჩემი ხელი. ჩავიყვანეთ სტეფანე შაუმიანი ოდესაში. შეხვედრის ადგილამდე მივაცილეთ, როგორც იტყვიან, პატრონს ხელიდან ხელში გადავეცით. ეს არც თუ ღვთვილი იყო. თეთრების კონტრდაზვერვა აქტიურად მოქმედებდა. ამის შემდეგ ისედაც არეული ქვეყანა უარესად აირია. ბოლშევიკები სამხრეთისკენ მოიწევდნენ. სარწმუნო წყაროებიდან გავიგე, რომ თეთრები ოდესას გაზაფხულამდე ვერ შერჩებოდნენ. იქ მუდმივი კლიენტურა და პატარა კანტორა მქონდა. საქმეებს ლიკვიდაცია სჭირდებოდა. 1920 წლის თებერვალში გრიგოლმა და მე ჩვენი ნინა ოდესას გავუყენეთ. ალიაკოთი დაგხვდა. ქალაქის ჩაბარების წინა გაწამაწია მღელვარება და შფოთი. ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობდა. ოდესაში ჩარჩენის ბუნდოვანი შესაძლებლობა რეალობად იქცა. ყველანაირ ხელისუფლებას მივმართე. იმაზეც კი არ დამთანხმდნენ, რომ მათი ნებისმიერი ტვირთი თუ საჯარისო კონტინგენტი დანიშნულ ადგილზე მიგვეყვანა. და როგორც იტყვიან, თქვენ თქვენთვის, ჩვენ ჩვენთვის, ვერაფერს გავხდით. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ ზღვაში ბაყაყურად გასულვაც კი უკლებლივ ყველასთვის სიკვდილის შიშით იყო აკრძალული. ჩავარდით საგონებელსა, ვითა კამეჩი მორევსა, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით. გონებას ოპტიმიზმის ჟობნი და სასოწარკვეთილებას არ მივცემილვართ. 1920 წლის თებერვლის 14-ია. საღამო, სასტუმროში ვარ, ვიღაცას ბილიარდს ვეთამაშები. მარკიორი მომიახლო და ხმადაბლა მითხრა იქ ერთი ახალგაზრდა კაცის სახელითა და გვარით კითხულობდო. გავედით. მოსული დამაკვირდა, შემისწავლა. მართლა ის პიროვნება თუ ვიყავი, ვისაც ეძებდა და ბარათი გადმომცა. ძმაურეზო, იმედი მაქვს ამ ბარათის მომრთმევს დახმარებას აღმოუჩენ. თეოფილე. გამეცინა ეჯიბია მაგაც მომნახა მეთქი. კითხე, რა სახის დახმარება სჭირდებოდა? 500 მანეთი ოქროთი. ასე გვიფასებს ერთი ჩვენი კაცისა და საკუთრივ ჩემს სიცოცხლეს ოფიცერი, რომელმაც ფულის მისატანად გამომიშვა. გარბიან, სახელდობ ოქროთით ხოვულობს. საჩქაროა. 2 საათის მერე გვიან იქნება. თუ არ მივიტანეთ, ჩემს ამხანაგს დახვრდნენ და მე ჩვენები ლაჩრობას დამწამებენ. იარაღიც მჭირდება, ხელცარიელი ვარ. თავარი კი ის არის, რომ ამ სასტუმროდან როგორმე უნდა გამაპაროთ.
შემოსთვის დროს კინაღამ ამიყვანეს, გამოვეკეცი. კონტრდაზერვა ყველა გასასვლელს აკონტროლებს. ახალუხის ამარა ვიყავი ნომერში ავედით, 50 ოქროს თუმნიანი გადავუთვალე, თავით ფეხამდე ჩემი ტანისამოსი ჩავაცვი, ჩოხა ახალუხი ჩექმები ქამარ ხანჯალი და მაუზერიც ვაჩუქე, რომლის ტარების ოფიციალური უფლება ადრევე თეთრების შტაბში მქონდა აღებული. ჩემი პასპორტი მივეცი და გრიგოლს უთხარი, გახევი, გაიყვანე მეთქი. გრიგოლმა ჩემოდანი გაიყოლა, რომ ჩემი ტანისამოსი უკან მოეტანა. შიგ იმ ახალგაზრდა კაცის ტანსაცმელი ჰქონდა. მითხრა, ნუ იდარდებ. სანამ კონტრდაზერვა ალყას არ მოხსნის არ მოვალ და ეს კი შეიძლება კარგ ხანს გაგრძელდესო. ჩვენი ნომრის ფანჯრიდან ყველაფერი კარგად მოჩანდა. ჯერ ბადრაგმა გაუსინჯა საბუთები, ბადრაგს გასცდნენ და ახლა აგენტებმა გააჩერეს. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. წავიდნენ. ჩემოდანი იქითობას არ გაუჩხრეკიათ, მაგრამ აქეთობას რომ გაეჩხრიკათ, ჩემი პასპორტი აღმოეჩინათ. ჩოხა ეცნოთ და მდგომარეობა გართულებულიყო. არც ის იყო გამორიცხული, რომ გრიგოლის დაბრუნებამდე სასტუმროში მოეწყოთ ჩხრეკა. ჩემთვის პასპორტი მოეთხოვათ. ერთი სიტყვით საქმე საარხეინოდ არ იყო. ჩვენ და ბედად საღამო მშვიდობიანად ჩაიარა. ღამის 3 საათი იქნებოდა, კონტრდაზვერვამ ალყა მოხსნა და საითხაც წაშავდნენ. მალე გრიგოლიც გამოჩნდა, ჩემოდნითვე მოდიოდა ნომერში უდავით არაბოდ ამოვიდა. იმ ახალგაზრდა კაცისა სახელიც კი არ ვიცოდი. წავიდა და წაიღო ყველაფერი, ალბათ სამუდამოდ, როგორც ამგვარ შემთხვევათა უმრავლესობაში ხდება, მაგრამ არც ყოყმანი მქონია, არც რამე დამნანებია. რაც გავაკეთე, ყველაფერი სწორად მიმაჩნდა. ეხლა რომ ვაანალიზებ, ასეთ დასკვნამდე მივდივარ. ერთი რომ ჩემი და იმ კაცის ინტერესები აბსოლუტურად ემთხვეოდა, ორთავენი რუსეთის იმპერიას ვანგრევდით. მეორე ის რომ კაცს რევოლუციონერს დახვეთა ელოდა. ისი გადარჩენა 500 მანეთად შეიძლებოდა. ბოლოს თეოფილე ჩემი ძმა კაცი იყო. მოვალე ვიყავი მისი თხოვნა შემესრულებინა. გრიგოლმა სასტიკად მისაყვედურა, იარაღე მიეცი ჯანი გავარდეს. თავი შარში გავიბით. ადამიანები ვართ. მოვალეობა მოვიხადეთ, 50 ოქრო მიეცი. რატომ არ იფიქრე, რომ აქედან გაძრომას სწორედ ოქრო უნდა? ქაღალდისის 6-7,000 ნიკოლოზას ფული აღარავის ჭირდება და დავრჩით ასე ხახამშრალებიო. ნიკოლოზას ბანკნოტებს მართლაც ძალიან შერყეული ჰქონდა რეპუტაცია. კურსი 100 იყო დაცემული, ქაღალდს მხოლოდ ისინი თვლიდნენ რაიმე ფულად, ვინც ცარიზმის რესტავრაციაში იყო დარწმუნებული. ეგ არის ასეთი თითოეულა თუ შეხვდებოდათ სადმე. 18 და 19 თებერვალს 2 დღეღამის მანძილზე თეთრებმა ოდესის ნავსადგურსა და მის მიდამოებში თუ კი რამ გემი, ხომალდი და ნავი იყო, ყველა საჯარისო ნაწილებითა და აუცილებელი ტვირთით პირთამდე გაავსეს. მათ შორის ჩვენი ნინაც და ნაპირს სამუდამოდ მოსწყდნენ. 20 თებერვალს ღამით წითლები შემოიჭრნენ ოდესაში. თეთრების არიერგარდი ბრძოლებით იხევდა. ნავსადგურს მიაწყდა და იქ ერთი ნავიც აღარ სად იყო. წითლებმა როგორც ეხასიათებოდათ, ისე ჟლიტეს პირში ჩალა გამოვლებული არიერგარდი. რაც ვერ ჟლიტეს, ტყვე დაიყვანეს და უთავბოლო ხრეტას მიყვეს ხელი. ამის შემდეგ 3 დღე იყო გასული. ოდესიდან 8 ვერსზე ექიმი ვიპოვნეთ გვარად ბაისაგოლოვი. იახტას ყიდდა. მოვრიგდით, ხვალ ღამის ზღვაში უნდა გავსულიყავით. დღეს ღამით სასტუმროში ჩეკა მოგვაკითხა. გაგჩხრიკეს, ოქმი შეადგინეს, თუ კი რამე ფასეული ქონდა წაგვართვეს და ჩეკაში წაგვიყვანეს. გონია უფრო იმიტომ, რომ ჩემს პასპორტში კნязь ეწერა. ნომერში და მერე ჩეკაში ბევრი ვუმტკიცეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანასა და საბჭოთა რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობაა, რომ თეთრებთან არაფერი გვაქვს საერთო და მეტიც მათთან ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. კედელს ცერცვი შეაყარეო, ყურად არავინ არაფერი იყო. ჩეკას ჟანდარმერიის შენობაში მოეკალათებინა. გაგვაქანეს და საკანში შეგვყარეს. ასამდე პატიმარი გააქვთ. ტევა არ იყო. თვალში მეცა პარაშაზე ყველა ორდენით აღჭურვილი რუსის გენერალი იჯდა, რომელიღაც მისებრ განწირულს გაშმაგებით უმტკიცებდა, რომ საბჭოთა ბოლშევიკებისთვის სიცოცხლეში სიკეთის მეტი არაფერი უქნია, რომ ორდენებს არ მოიხსნის, რადგან ისინი მსოფლიო ომში სამშობლოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლებში სისხლით აქვს მოპოვებული და რომ წითლები მოვალენი არიან ამ გარემოებას პატივისცემ.
ძალიან სახიერი სურათი იყო. მარტო სიცილის მომგვრელი კი არა, დასაფიქრებელიც. რუსეთის იმპერია სავარძლიდან პარაშაზე გადაესვათ. 1000 ჯურის ხალხი მოერეგათ. უმრავლესობა სამოქალაქო ტანისამო სამოფარებული თეთრი ოფიცრები, მაღალი წრის რამდენიმე არისტოკრატები, თეთრებს ატორღიალებული ბობოლები, ვიღაცად მიჩნეული უდანაშაულო პირები. იმ ღამეს ყურადღების ღირსი არაფერი მოხდარა გარდა იმისა, რომ ჩვენი გვარსახელები ჩამოწერეს, დილის 10 საათი იქნებოდა დერეფანში სათითაოდ გაგვიყვანეს, ხელები ბაწრით გაგვიკოჭეს, წინ გაგვიგდეს, ჟანდარმერიის ეზოში ამოვყავით თავი. ეზო პატარა იყო სამი მხრიდან მაღალი, ყრუგალავანი ერტყა. მეოთხე მხრიდან წინა ჟანდარმერიის სასამსახურო კორპუსი, ახლა ჩეკასი. კედელთან მიქუჩება გვიბრძანეს. ის ამდენი ხალხი ერთ რიგად რას დავეტიოდით? ხროვად დავდექით. გრიგოლი და მე კედელს ავეკარით, როგორც ამგვარ შემთხვევაში, თითქმის ყოველთვის განწირულებს სასწაულის იმედი ჰქონდათ. რა დასამალია მეც ასე ვიყავი. ფიქრობდი რაღაც სხვა ოპერაცია ტარდება მეთქი. არც ვინმე რაიმე სჩიოდა, არც არავინ ტიროდა, არც ლანძღვა წამოსცდენია, ვიდექით და ველოდით. სწორედ ჩემს პირდაპირ ბელეტაჟის ფანჯარა პირთამდე იყო ღია. კითხვა ამეკვია და ამ ყინვაში ღია რატომ უნდა იყოს და მაგ ოთახში ვინ და რამდენი კაცი უნდა იჯდეს მეთქი. მოგეხსენებათ, გამოუვალი ვითარებისთვის სრულიად ნორმალურია. რაღაც სისულელე აგეკვიატება. ეს ფსიქოლოგიური მომენტია, ორგანიზმის დაცვითი რეაქცია. და უცებ ღია ფანჯარაში ადამიანის ფიგურას მოვკარი თვალი. გაიარა და მიიმალა. ახლა ის აზრი ამეკვია და ეს ფანჯარა მოსაყურადებლად არის მეთქი ღია. იწვალა იცოდვილა მეთაურმა და ჩემს გვარს მიადგა. ისეთი საოცარი ბგერები გადმოუშვა. გვიანღა მივხვდი, რომ მე ვყავდი მხედველობაში. სიმართლეს ვიტყვი, ძალიან ცდილობდა უკიდურესი კეთილსინდისიერება ჩააქსოვა საქმეში. მაგრამ რაც უფრო ცდილობდა, სწორედ გამოეთქვა, უფრო ამახინჯებდა და მე რატომღაც სულ უფრო და უფრო მეშლებოდა ძარღვები. ჩემი ასეთი რეაქცია რამდენადმე გაუგებარია. მოჯღარკული გვარი მაქვს. რუსეთში მის დამახინჯებას დიდი ხნის მიჩვეული ვიყავი. ბოლოს ისე გავჯავდი, მთელი ხმით გარკვევით მარცვალ დავიძახე. გოშხოტელი რევას სოპრომავიჩ გრაჟდანინ რესპუბლიკი გრუზი კნязь. მეთაურმა გემრიელა ჩაიცინა. სიას ჩახედა, ტუჩები აცმაცუნა, მერე სახე დაეძაბა, შემომხედა და დაიღრიალა. პავტარიც? ეტყობა კნязი მოგვიანებით ეტაკა ყურში. შვიდად იმავე ინტონაციით გავიმეორე ყველაფერი და არც კნязი გამომრჩენია. Покняжишь ты у меня, вот покняжишь. შემომღრინა და ის იყო სიის კითხვა უნდა განეგრძო, რომ ღია ფანჯრიდან მოისმა. Самотен, веди его ко мне. Есть вести, დაიძახა მეთაურმა და მიბრძანა. Следовать за мной. Контра. Нас двое. ახლა მე დავიძახე. მეთაური დაიბნა და შემომღრინა. Что? მაგრამ ზემოდან იმავე წამს მიიღო ბრძანება. Самотев, веди обоих. Следовать за мной. ისე ბრძანა, მეგონა სასული ორკესტრი ტუშ დასცხებდა. გაგვიგდო წინ და წავედით. სანამ კიბეს ავივლიდით, თვალწინ ის კაცი წარმომიდგა, ჩვენი მიყვანა რომ ბრძანა. რატომღაც თეოფილეს ახალგაზრდა კაცს მივამსგავსე. გამეცინა. განწირული რას არ წარმოიდგენს მეთქი. იმავე წამს საწინააღმდეგო აზრმა გამიელვა, ვითომ თლად შეუძლებელია, რომ არალეგალურ მდგომარეობაზე მყოფი ბოლშევიკი ოდესიდან თეთრების გაქცევის შემდეგ აქაური ფანჯრიდან იყურებოდეს მეთქი. ბადრაკმა ზურგს უკან გაკოჭილ ხელებზე ბაწრები შეგვაჭრა და კაბინეტში შეგვიყვანა. სწორედ ის ახალგაზრდა იყო, თეოფილესი. ორთავეს ხელი ჩამოგვართვა, დაბრძანდითო. Революция, гражданская война, Ревас Сопромович. Революция, которую сами и делали. Болтас моqada ფიქრობდა. Да, простите. Еремчук, Влас Яковлевич. Თავი გაგვაცნო.
მაგიდას მიუჯდა, სუფთა ქაღალდი მოგვაწოდა, თქვენი გვარსახელები გარკვევი დასწერეთო, ღიმილით გვითხრა. მერე იერიმჩუკმა ზარი დააწკარულა. მე მანქანე-ქალი შემოვიდა, მანდატების ტექსტი ჩაიწერა და წავიდა. ჩვენმა მხსნელმა კვლავ დააწკარულა ზარი. ჩეკისტი შემოვიდა, ბრძანება მიიღო ჩვენი ხრეკის ოქმი, კონფისკებული ფასეულობები და ნივთები შემოეტანა. 10 წუთის შემდეგ, რაც ჩამოგვერთვა, ხელთ გქონდა. 50 თუმანზე ბოდიში მოგვიხადა, ამჟამად ვერ მოგცემთ, არა მაქვს. მოვა დრო და გადაგიხდითო. მაუზერისა და გრიგოლის იარაღის გამო გვითხრა, ვერ დაგიბრუნებთ. სამოქალაქო პირთათვის იარაღის ტარება აღვგზალეთო. ისიც გვაცნობა, ოდესაში მხოლოდ 3 დღეს დავრჩები, გაითვალისწინეთო. ბეჭდიანი მანდატები გადმოგცა და საუკეთესო სურვილებით გამოგვისტუმრა. 1 კვირის სიცოცხლისა და ხელშეუხებლობის გარანტია გქონდა. თუ იმ განუკითხაობაში გარანტია საერთოდ რაიმესი არსებობდა. ქუჩაში გაბრუებულები გამოვედით. ჩვენი გამოსვლა იყო, ბარე 10 შაშხანამ ერთდროულად იქუხა და ამას ხანგრძლივი უწესრიგო სროლა მოყვა. უნებლიეთ ქუდები მოვიხადეთ. ორიოდე გამრელმაც მოიხადა, პირჯვარი გადაიწერა, ჩვენსავით უმალვე დაიხურა, ჩვენსავით სწრაფი ნაბიჯი თითქმის სირბილით მიყვა თავის გზას. ოდესაში ერთი ქუჩაა დამავიწყდა, რა ჰქვია, ხელოსნების ხედან, მეუნაგირეები, მეკუდეები, თერგძები, მათ შორის ბევრი ქართველი იყო. იქ მივედით, ჩუხა ახალუხი დავყარეთ, სამოქალაქო ტანსაცმელი შევიძინეთ, ქართველებმა იცოდნენ, დასახვრეტად რომ წაგვიყვანეს, უკვე საიქიოს ვეგონეთ, დაგვინახეს ზოგს, ცრემლიც კი წამოუვიდა. ამბავი დავტოვეთ, რომ იმავე სასტუმროში ვიქნებოდით. იერიმჩუკი დიდი თანამდებობის პირი იყო, როცა წყალტუბოში სამკურნალო ჩამოვიდა და მომძებნა. მივაკითხე, ვისაუბრეთ, ის ამბები გავიხსენეთ, პორტფელიდან კონვერტი ამოიღო. აქ 50 ჩერვონეციაო, მითხრა და გამომიწოდა. მაშინ ჩერვონეცი ოქროს თუმნიანზე ძვირი იყო. გადაუწყვიტე ის ფული არ ამეღო. ჩამაცივდა და როცა საქმე წყენამდე მივიდა, ფანდი ვიხმარე, ფული ჩემი არ იყო. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ალაროს ეკუთვნოდა და რადგან ეს პარტია აღარ არსებობს, ხომ ვერ მივითვისებ მეთქი. გაშრა. მეც ხომ ვერ დავიტოვებოს თქვა, მაგრამ იმ წამსვე ასეთი გამოსავალი ნახა. პირად მდივანს გაზახა, გვერდით ოთახში ცხოვრობდა. კონვერტი მისცა, ახლავე წაიღე, დეპოზიტში შეიტანეო. რეზო გოშხოთელმა თხრობა დაამთავრა. სიჩუმე ჩამოვარდა. პაპაგორამ კარგახნის შემდეგს თქვა. კაცი კაცით არის. მადლი ჰქენი ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდებაო. მაგას კიდევ რაღაცეები მოყვა. გამიგონია, ლადო ალექსი მესხიშვილი რეზო გოშხოთელის გამოყვანილია ოდესიდანო. ეგ სხვა დროს იყო ძია იაგორ. მიუგო გოშხოთელმა. საათზე დაიხედა, ადგა. ერეკლე იგვიანებს წასასვლელი ვარ, მერე მოვალ. ბარე წელიწადი გავიდა, სანამ ამამბის გაგრძელება მოვისმინე. დედაჩემის დაბადების დღის აღსანიშნავ ხინზე ჩააცივდნენ რეზო გოშხოთელს, ბატონი ლადო ალექსი მესხიშვილის გამოყვანის ამბავის თქვიო. დათანხმდა. საინტერესოდ, მაგრამ რატომღაც წიაღს ვსვლებით, ჩემი ასაკისთვის რამდენადმე რთულად ყვებოდა. ყველა წვრილმანი და მოვლენისა თუ ნათქვამის შეფასებები ვერ გავიგე, მაგრამ როგორც დაგვახსოვდა, ისე მოვიგონოთ. თეთრებისგან დატოვებული და წითლების მიერ აღებული ოდესიდან წამოსვლის ამბის ზოგ ადგილებს ძიარეზო ხმადაბლა ყვებოდა, რადგან იმ დროს წითელ არმიაზე აღფრთოვანებით თუ არ ილაპარაკებდი, ნათქვამი თეთრების ქებად ჩამოგერთმეოდა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომი 12 წლის დამთავრებული გახლდათ, მიუკერძოებელი მთხრობელი ანტანტისა და მსოფლიო იმპერიალიზმის აგენტად საღდებოდა. აქედან გამომდინარე ტრაგიკული შედეგებით მახსოვს გოშხოთელმა თხრობა დაიწყო. ყურებით ვსკვიტე და სწორედ ამ დროს დედა მითხრა გაიქეცი ბორჯომიწყალი შემოიტანეო. ელდა მეცა, გავიფიქრე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩებოდა. მამამ შემატყო, იჯექი, მე შემოვიტანო. ჩვენს ოჯახებში უფროსების საუბრისას ბავშვების დათხოვნა მიღებული არ იყო. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ გაგონილი ცხოვრების ცოდნას გაგვიმდიდრებდა. საფიქრალი ასაწუნ დასაწუნი გქონოდა. გეყო, ამბავის თქვი. ბატონ ლადოს თავისი დროის უდიდეს მსახიობსა და პოპულარულ კინოვარსკვლავს
პირველ მსოფლიო ომამდე, ომისა და რევოლუციის დროსაც და სამოქალაქო ომის პირველ წლებშიც მთავარ როლებზე იწვევდნენ ხოლმე რუსეთის კინოფირმები. ამ ხნის მანძილზე 30-მდე მთავარი როლი შეასრულა. ამასთან ერთად ზოგ კინოსურათში 2, ხანდახან 3 როლსაც კი ასრულებდა. მაშინდელი კინოხელოვნებისთვის ასეთი რამ ნორმალური მოვლენა იყო. სამოქალაქო ომი რომ გამწვავდა, ფირმებმა მუშაობა შესწყვიტეს. სამხრეთის გზები ჩაიკეტა. აქაურობა თეთრებს ეჭირა, ზოგი ტერიტორია ხელიდან ხელში გადადიოდა. მოსკოვში, პეტროგრადსა და რუსეთის სხვა ქალაქებში უამრავი ქართველი ჩარჩა. მოსკოვში ხმაგავარდნილიყო წითლებმა ოდესა აიღესო. იმასაც ამბობდნენ, ჯერ არა უღიათ, ამ დღეებში აიღებენო. ბატონი ლადო ოდესისკენ მომავალ მატარებელზე დამჯდარა. ზღვამდე თუ ჩავაღწიე, ზღვით საქართველოშიც ჩავალო. გზაში თვენახევარი ყოფილა. 1920 წლის 20 თებერვალს, ანუ წითლების მიერ ოდესის აღების დღეს, ქალაქის შორეულ მისადგომებთან იყო. 2 დღე იქ იტრიალა. წითლები ქალაქში არავის უშვებდნენ. წესრიგს დავამყარებთ და მერეო. ბატონი ლადო ოდესაში 23 თებერვლის გამთენიისას შემოვიდა და პირდაპირ ქართველ ხელოსნებს მიაშურა. გავიგო ქალაქში როგორი ვითარებაა. საქართველოში გამგზავრების რაიმე შესაძლებლობა თუ არსებობსო. ხელოსნებმა რაც იცოდნენ უთხრეს და ისიც აცნობეს, რეზო გოშხოთელი და გრიგოლ ჩივაძე ნახტ სიკვდილს რომ გადარჩენ და ისიც თუ რომელ სასტუმროში იყვნენ იმჟამად. ვინც ვერ გადარჩა, მათი ამბავიც უთხრეს. 2 ქართველი გენერალი დაიხვიდა. მერე თერძი ყოფილა ნიკო ჩოხელი. ბატონ ლადოსთვის გაუნდვია, რეზოს და გრიგოლს ოდესის შემოგარენში იახტა აქვთ შეგულებული. იმის ყიდვასა და გაპარვას აპირებენ. ბატონ ლადოს უფიქრია, ბარგს წამოვიღებ და ამ ბიჭებთან დავსახდებიო. რა ბარგი, ერთი ჩამოდანი და პატარა ფუტაღა შერჩენოდა. თავისი ნომერი ყირაზე დაყენებული დაუხდა. ჩეკამ გაჩხიკა და გეძებს. წამოუღია ბარხანა. ბედად რეზო ჯერ კიდევ შინ იყო და აბა იმ დროში ლადო ალექსი მესხიშვილის განაპირებას ვინ და რა პირობებში გაბედავდა. ეს ადამიანი ქართველი ერის სიამაყე იყო. ოდესის ნავსადგური რევკომის მიერ დახურულად იმ საბაბით გამოცხადდა და ესე იგი ზღვაში საერთოდ ვისიმე გასვლა იმ საბაბით აიგზალა და ამის მცდელობაც კი სიკვდილით იმიტომ ისჯებოდა, რომ რაღაც ცნობების თანახმად თუ რევოლუციური ეჭვიანობით ხელმწიფის კარის საგანძურივითო ოდესაში იყო ჩამოტანილი. თეთრებმა მისი გატანა ვერ მოასწრეს და ამ საქმის შესრულება ქალაქში დატოვებულ თავის აგენტურას დაავალეს. ყოველივე ეს მტკნარ სიცრუეს გავდა და შემდგომში ასეც აღმოჩნდა. მეფის საჭურჭლე საგანძურის არ მოგახსენოთ, მაგრამ იქ მართლაც აურაცხელი სიმდიდრე დაგროვდა. რუსეთის მაგნატები და მდიდარი ოჯახები, ვინც ემიგრირება და დოვლათის გადარჩენა დროულად ვერ მოასწრო, თავისი სიმდიდრით შავი ზღვის ნავსადგურებისკენ თეთრებზე წინ გამორბოდნენ, რომ გაქცევა მოეხერხებინათ. მაგრამ ზღვაში გასვლა თეთრების დროსაც აკრძალული იყო. ამგვარად ოდესა თავისებურ საგანძურად იქცა. წითლებს სწორედ ეს საგანძური აინტერესებდათ და არა ვთქვათ რომანოების ბრილიანტების კოლექცია, რომელიც თავის ადგილზე საიმედოდ იყო დაცული. რეზო გოშხოთელსა და გრიგოლ ჩივაძეს მანდატები ჰქონდათ, მაგრამ ოდესა 3 დღეში უნდა გასცლოდნენ. მორიგი შემოწმებისას მათი საბუთები ადვილი შესაძლებელია ან მხედველობაში არავის მიეღო, ან სიყალბეთ მიეჩნიათ და რევკომის მორიგ განკარგულებას იქნება ჩეკაში იმავე კედელთან მიიყვანა. არა მარტო გოშხოთელი და ჩივაძე, არამედ ლადო ალექსი მესხიშვილიც. ერთი სიტყვით მოქმედება იყო საჭირო. მოითათბირეს. უპირველეს ყოვლისა უნდა გამორკვეულიყო, ისევ არსებობდა თუ არა ჯერ კიდევ ჩეკაში მიყვანამდე შეგულებული თითქმის შეძენილი იახტა. იღბალმა ქვიშაში წასული წყალივით იცის გაპარვა და ნიაღვარებით მოვარდნაც. ბაისაგალოვის იახტა გაუყიდავი ადგილზე და სახს სალამათი დაუხვდათ. იახტა კარგა მოზრდილი იყო, პატარა კაიუტ კომპანიაც კი ჰქონდა. იალქნებითაც მოძრაობდა და ძრავითაც. დიდი ვაჭრობა არ დასჭირვებიათ, მაგრამ ნასყიდობის შემდეგ ფული აღარაფერი შერჩათ. გარიგება მტკიცე პირობას შეიცავდა. იახტის გასვლა საგანგებო საიდუმლოებად დარჩებოდა. გასვლა ღამის 4 საათისთვის დაინიშნა. უფრო ადრე ზღვაში გაპარვა შეუძლებელი იყო. წითლებმა ადრე დაპყრობილი ნავსადგურები და მთელი ფლოტილია მოიყვანეს. სანაპიროს გასწრებ მკაცრი პატრულირება ხორციელდებოდა. გრიგოლ ჩივაძე იახტაზე დარჩა.
გასვლის წინა სამზადis შეუდგა. რეზოუბეში რევკომის მანდატით ბატონი ლადოს მოსაყვანად გაემართა. იქ მოულოდნელი რამ დახვდა. ხანში შესულ მსახიობს ლოდინისა და მღელვარების გამო გულის შეტევა დამართლოდა. თითქმის სიკვდილის პირას იყო. მისი მდგომარეობის იმდენად გამოკეთებას, რომ სიარული შეძლებოდა, ექიმმა კარგ ხანი მოანდომა. სანამ იახტამდე მიაღწიეს, ბატონ ლადოს გული ისევ ასტკივდა. ახლა ექიმ ბაიზგალოევს მოუხდა მისი გადარჩენა. ეგაც არაფერი, იახტის საყუდარ ბაქანზე 14 თუ 15 ადამიანი იჯდა, ქალი და კაცი, მოხუცი თუ ბავშვი, თავისი მცირე ხელბარგით, რაც მოცულობით თვით იახტისაზე მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ იქნებოდა. ატეხეს მუდარა ტირილი, ფულების ფრიალი, მუქარაც კი. ბაისაგალოვი შავი ფიცით იფიცებოდა, კრინტი არ დამიძავს, ეს ამბავი რანაირად გაიგეს, წარმოდგენა არ მაქვს. აღმოჩნდა, რომ ესენი ახლომახლო სოფლებსა და დაბებში მიმალული ბობოლები, ან უკვე ემიგრირებულთა ოჯახების წევრები იყვნენ. ამ ხალხის დატოვება ნამდვილად არ ივარგებდა, რადგან გამთენიისას ჩამოვლილი სანაპირო ყარაული იახტის გასვლას ამათგან უეჭველად შეიტყობდა. კატერს დაადევნებდნენ და სამივეს ზღვაშივე დახვრეტდნენ. წაყვანა გადაწყდა, მაგრამ გოშხოთელმა პირობა წაუყენა, ხოლო თვითონ ნაჭერი ხელბარგი. ალიაქოთი ატყდა და მერე როგორი. ერთმა ახალგაზრდა ქალმა რეზოს რევოლვერიც კი მიუშვირა. ქართველებს არავითარი იერაღი არ გააჩნდათ, რევოლვერის დანახვა რეზოს ნაჩუქარევით გაუხარდა. დანახვა და წართმევა ერთი იყო. გოშხოთელს ასეთები ფრიად ეხერხებოდა. ამ მანიპულაციამ მომავალი მგზავრების წინააღმდეგობა ჩააცხრო. ვარგი გადალა გადმოლაგდა, ზოგი რამ გადაიყარა, ხალხი კაიუტ კომპანიაში ჩაიხვედა. ბაისაგალოვმა რეზოს დამშვიდობებისას უთხრა, გაყვანაში ფული გამოართვით, მაგაც სიმდიდრეს არაფერი მოაკლდებაო. რეზოს მიუგია, კაცის სიცოცხლეში ფული რომ ავიღო, იახტა ჩაიძირება, ან სხვა ისეთი რამ დაგვემართება, რომ სამშვიდობოს ვერც ერთი ვერ გავაღწევთო. ზრავის ჩართვა არ შეიძლებოდა. მისი კაკანი ყურადღებას მიიპყრობდა. აფრებით დაიძრნენ. ქარი ზურგის აქონდათ. ზღვა შედარებით წყნარი იყო, ნაპირს გაშორდნენ და კურსი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ აიღეს. საჭევართან პირველი 2 საათის მანძილზე ჩივაძე იდგა. რეზო კაიუტ კომპანიაში იყო, დრო და დრო ბაქანზე ადიოდა. გადატვირთული იახტა ძლივს მიღოყავდა. მალე ქარი კი არ ჩადგა, ჩაკუდა. იალქნება უმწეოდ ჩამოყარეს ყურები. ძრავი ჩართეს და ასე ღვოღვით ნაპირს მაინც იმდენად დაშორდნენ, რომ გარიჟრაჟზე მრუმე სივრცის გარდა აღარაფერი ჩანდა. ცა მოღუშული იყო და ღელვას რომ ემატა, იახტა 3-4 მიბალიან შტორმსაც კი ვერ გაუძლებდა. ნაწილებად დაიშლებოდა. ბევრის გამოჩენის საფრთხე სრულიად რეალური იყო და ამ რეალობას არც დაუგვიანია. ეს კი ასე მოხდა. რეზო და საკმაოდ გამოკეთებული ბატონი ლადო კაიუტ კომპანიაში დაუპატიჟებელ თანამგზავრებს ესაუბრებოდნენ. უკეთ ვთქვათ, ამხნევებდნენ, რადგან უპირველესი და ერთადერთი სალაპარაკო ის იყო, გააღწევდნენ თუ ვერა საქართველოს ნაპირებამდე. ბაქნიდან კაიუტ კომპანიაში ჩამოსასვლელი კარის ღრუბზე გრიგოლი გამოჩნდა. რეზო ერთი წუთით ამოდი. რეზო ავიდა. გრიგოლმა ჩრდილო-დასავლეთისკენ მიახედა. რაღაც ხომალდი ნახეს. ეზგარეშე იახტის კურსით მოძრაობდა. კარგა ხანს უყურეს, მოახლოვდა. მცირე სამხედრო კატარხას გავდა. გასაგონზე რომ მოაღწია, ტვიამფრქვევმა დაიკაკანა. გაჩერების ბრძანება. კაიუტ კომპანიიდან ვიღაცები ამოცვიდნენ. გოშხოთელმა დაუტია. ჩაბრუნდით, მგზავრები დამორჩილდნენ. ჩასვლა იყო საჭირო. ხალხის დამშვიდება, რომ პანიკა არ ეტეხილიყო. რეზო ჩავიდა. ვითარების გაშუქების მოლოდინში ყველა გაინაბა. ბატონმა ლადომ ქართულად თქვა, შენ რომ სასწოლი წაართვი იმ ქალმა სავარძლის საზურგეზე, ხავერდი ჯაყვადანით გასჭრა. ხელჩანთიდან სხვა უფრო დიდი სასროლი ამოიღო და იმ განაჭერში ჩამალაო. რეზო მამცნობაზე რეაგირება ვერც კი მოასწრო, ტვიამფრქვევის კიდევ ერთი ჯერი გაისმა. სიდეთ ნიკაკოი პანიკი დაიძახა გოშხოთელმა. დარწმუნდა რომ ბრძანებამ გასჭრა და ბაქანზე ავიდა. იახტას სამხედრო კატარხა მოსდევდა. ბაქანზე სტაციონარული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი ჰქონდა. კატარხა მოვიდა. იახტის ბაქანს ბაქნით მოადგა. ტყვიამფრქვევი, როგორც იტყვიან ხელის ჩამორთმევაზე აბრიალებდა ლულას.
სამნი იყვნენ, მეტყვი ამფრქვევე, ერთი მეზღვაური, ალბათ შკიპერი და ერთიც წითელი ჯარის სახმელეთო მეთაური. შკიპერი და მეთაური იახტაზე გადმოვიდნენ, პირი-პირს უყო. ტრაპი არ დასჭირებიათ. იახტის პატრონი იკითხეს, გოშხოთელმა მე გახლავართო და მანდატი წარუდგინა. მეთაურმა წაიკითხა, ყალბიაო, თქვა, დახია და წყალში გადაყარა. გოშხოთელმა ახსნა განმარტება მოსთხოვა, მეთაურმა განუცხადა, იახტა ეკიპაჟი ამ გზავრებიანად არის დაპატიმრებულიო. დანარჩენს ოდესაში აგიხსნიან. ხომალდი უნდა გავჩრიგოთ. იარეთო. მეთაურმა თითი კაიუტ კომპანიის ჩასასვლელ კარს მიაშვირა. ფეხზე შეყენებული ნაგანები ეჭირათ. რეზოს შიში ჰქონდა. იმაშარი ქალისთვის წართმეული პატარა პისტოლეტი ჩხეკის დროს არ აღმოეჩინათ. გადამწყვეტ მომენტში ხელცარიელი არ დარჩენილიყო, მაგრამ როგორღაც მოხდა არ გაჩხრიკეს. მეთაურმა მეტყვი ამფრქვევეს გაძახა, მაგას თვალი არ მოაშოროო. რიგოს გულისხმობდა და გოშხოთელს განმეორებით უბრძანა, იარე, ჩაგვიძეხიო. რეზო რატომღაც შეყუნდა. მომხდურებმა ისეთი იარაღის ტრიალი ყვირილი და მუქარა ასტეხეს, რომ ეჭვი შეეპარა ესენი მძარცველებს უფრო გვანან, ვიდრე სამხედრო მოსამსახურეებსო. კაიუტ კომპანიის კარი უკვე შეღებული იყო, როცა გრიგოლმაც მიაძახა. შავები არიანო. ნიგავკად, დაიყვირა შკიპერმა. Говорит только на человеческом языке. წითელი არმია მოგეხსენებათ ინტერნაციონალისტური ლოზუნგებით იბრძოდა. ეს ფრაზა მისი ენა არ იყო. თითქმის ცხადი გახდა. ძარცველებთან ჰქონდათ საქმე და არა კანონიერ ოპერაციის ჩასატარებლად მოვლინებულ პირებთან. საქმე ის არის, რომ იმხანად ოდესაში და მის შემოგარენში უკვე ვთქვი, ერთო მნიშვნელოვანი ფასეულობები დაგროვდა, თეთრებსაცა და წითლებსაც ხაზინა ცარიელი ჰქონდათ და ჯიბეც. ორივე მხარე ერთნაირი აზარტით ნადირობდა ბობოლების მილიონებზე. სადაც ფული და სიმდიდრეა, იქ თავისთავად და დაბარებულივით ჩნდებიან ძარცველები. ქურდები, გამომძალველები და ნაირ-ნაირი ჯურის პარაზიტები. მაშინდელ ოდესაში ასე იყო. ეს საქმე არც მეტი, არც ნაკლები სარეწავად იქცა. თუ ნაპირზევე ვერ მოახერხებდნენ, ზღვაში გასვლას დააცდიდნენ. დაეწეოდნენ, გაძარცვავდნენ, დახოცავდნენ, ხომალს ჩაზირავდნენ, ზღვაში გასულების ძარცვა უფრო სარფიან საქმედ ითვლებოდა. ერთი იმიტომ, რომ კვალი ისპობოდა, მეორე ნაპირზე სხვადასხვა ადგილზე გაბნეული სიმდიდრე ხომალზე ერთად იყრიდა თავს. მაგრამ ამას ერთი სირთული ახლდა, კატარღა სახელდობრ სწრაფმავალი სამხედრო კატარღა და არა ხელს მოყოლილი პირველივე მცურავი კუბო. გამოდევნება დაწევას შესაძლებელი რომ ყოფილიყო და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საძარცვი ობიექტის დაშოშმინებაც ისეთი. საამისოდ მძარცველებს ჯერ თეთრებისა და შემდეგ წითლების სასაზღვრო სანაპირო სამსახურებისა თუ სამხედრო ფლოტის უფლებამოსილ პირებთან ჰქონდათ კავშირი. მათი შემწეობით სარგებლობდნენ და ნაძარცვის გვარიან წილსაც უხდიდნენ მძარცველებს. ცხადია, თავისი ინფორმატორები, ეგრეთ წოდებული საქმის მომცემები ჰყავდათ. დამნაშავეთა სამყაროში ეს ცალკე ფენაა, რომელიმე ასეთმა ალბათ ბაისაგალოვის ნავსაბმელთან შეკუჩებული ხალხი დაინახა. ძარცველებს აცნობა და გაიჩარხა საქმე. გოშხოთელმა კაიუტ კომპანიის კიბეზე რომ ჩადიოდა, უკვე იცოდა, ვინ იყო. მეტყვი ამფრქვევე და სამხედრო პირი მძარცველები იყვნენ. შკიპერი მართლაც ამ კატარღის შკიპერი გახლდათ. თავისი უფროსის მიერ კატარღის დამბრუნებლად და ცენზორად გამოყოლებული, რომ ნაძარცვიდან სწორი წილი მიეღო. ყველაფერი ცხადი იყო, მაგრამ კატარღის ტყვი ამფრქვევსა და მძარცველების ნაგანებს როგორ უნდა მოვლოდა. აქტიური მოქმედება, სახელდობრ. კაიუტ კომპანია მცირე იყო. მეკობრეებმა მგზავრები კუთხეში მიყუშეს, გამოაცხადეს, ვისაც იარაღი აქვს და ახლავე არ ჩააბარებს, ადგილზე დაიხვირდებაო და ჩხრეკას მიყვეს ხელი. იარაღი არავის ჩაუბარებია და არც აღმოსჩენია. ერთი საოცრება მოხდა. გოშხოთელი არც ახლა გაჩრიკეს. რეზო ამბობდა, აქამდე მიკვირს, როგორ გამორჩადო. პირად ჩხრეკას მორჩნენ, ვიღაცეების ორი დიდი ჩემოდანი იატაკზე გადმოაპირქვავეს. თუ რამ იქ სამკაული ფული ბეწვეული ნახეს, შიგვე ჩააბრუნეს და ახლა სხვა ბარგს მისდგნენ. ნახევარი საათიც არ იყო გასული, ის ჩემოდნები პირთამდე გაიტენა. მესამე წამოაპირქვავეს, ამოდენა სიმდიდრეში ხელის ფათურმა მეკობრეებს სიხარბის ოფლი დაადინა. დაბნეულებიც კი ჩანდნენ.
ეს ამბავია, რეზოს ვიღაცამ ხელი მოუთათუნა. მიიხედა, ის ქალი იყო, ვისაც გოშხოთელმა პატარა რევოლვერი წაართვა. ქალს მეორე ვება სმით ვესონი ეჭირა. აქცია რეზო ამბობდა ხოლმე, გულში გამეცინა, ამ დედაკაცს თა მთელი არსენალი ჰქონია წამოღებული მეთქი. ბატონმა ლადომ რეზოს ქართულად რომ უთხრა, დედაკაცმა საბაზრის საზურგეში რაღაც ჩამალაო, სწორედ ეს სმით ვესონი იყო. გოშხოთელმა იარაღი გამოართვა. ძარცველებს არაფერი შეუმჩნევიათ. რეზოს წინ გზავრები იდგნენ. რევოლვერი მათ ზურგს ჰქონდა ამოფარებული. ხელსაყრელ მომენტს ელოდა. რეზო აქაც ჩაურთავდა ხოლმე. ისევ გამეცინა და იცით რატომ. მოქმედებას მაინც და მაინც სმით ვესონი სჭირდებოდა. პატარა ბრაუნინგი ჯიბეში რომ მედო, კაც ვერ მოკლავდა თუ როგორ? ფსიქოლოგიური კვანძია, ისინი ორნი იყვნენ. დიდი ნაგანები ეჭირათ. მე, პატარა ბრაუნინგი, მარტო ვიყავი და თავი უმწეოდ მიმაჩნდა. დიდმა რევოლვერმა მომცა გული, ამიტომ გამეცინა, რომ ვითარებაში პატარა ბიჭივით გავები. ერთი სიტყვით გოშხოთელი მგზავრებში იდგა. ვითარებას აკვირდებოდა. მეთაურს თავისი ნაგანი კუთხეში მიყუჟულ ხალხზე ჰქონდა მოშვერილი. მიმინოს თვალებს აბრიალებდა. ხომ არავინ რას მეაპირებსო. მეორე შხრეგდა. აფოფინებული იყო, ქვეყანაზე არავისი და არაფერი ესაქმებოდა. რეზოს შეეძლო იარაღი ორ მგზავს შორის გაეღო და უმიზნებლად ალღუთი ესროლა. საკუთარი იარაღიდან ერთი სმეთს არ დაასდენდა. ჩუბინი თვალი ჰქონდა, მაგრამ სმით ვესონი სხვისი იყო. ერთმა ღმერთმა იცოდა, როგორ მიჰქონდა. ალბათ ეს ფიქრიც აყოვნებდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ღელვა იახტას ატორტმანებდა. ძარცველები პროცედურას ამთავრებდნენ.